1993 წლის დეკემბერში, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გახსნა საიდუმლო სეიფი ნომერ 432, იქ აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლებიც არასოდეს უნდა არსებულიყო. ყვითელი ქაღალდის ფურცლები, დაფარული წითელი ბეჭდებით, სრულიად საიდუმლო, რომლებიც შეიცავდა ხელმოწერებს და თანხებს, რომლებიც აღემატებოდა მთელი ქვეყნის წლიურ ბიუჯეტს. ამ დოკუმენტებში იყო ჩამოთვლილი 50-ზე მეტი სახელი, ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ტექნიკური კრედიტები მილიარდობით კუპონებში და ყველა ეს ხელმოწერა ატარებდა ერთი და იმავე ადამიანის ვიზას, ოთარ ფაცაცია, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი არ იყო თავად სახელები თუ თანხები, ყველაზე შოკის მომგვრელი იყო ის, რომ ამ დოკუმენტების სამი გვერდი აკლდა და არავინ იცოდა, სად იყო ისინი. ვინ წაიღო ეს გვერდები? რას მალავდა ეს დაკარგული მტკიცებულება? და რატომ ოთარ ფაცაციას სიკვდილის შემდეგ ეს საიდუმლო დოკუმენტები გაქრა კვალდაკვალ? 1993 წელს, როდესაც საქართველო მხოლოდ 2 წელი იყო დამოუკიდებელი, ქვეყანა ცხოვრობდა უცნაურ რეალობაში, სადაც ფული კარგავდა ღირებულებას არა თვეების, არამედ საათების განმავლობაში. დილით შენ შეიძლება ყიდულობდი პურს 10,000 კუპონით, საღამოს იგივე პური უკვე ღირდა 20,000. ხალხი დადიოდა ქუჩებში ჩანთებით სავსე ქაღალდის ფულით, რომელიც იწონიდა მეც, ვიდრე ღირდა. მაგრამ ამავე დროს ქალაქის ცენტრში ახალი მერსედესები ჩნდებოდა ყოველდღე, ახალი რესტორნები იხსნებოდა, სადაც ერთი სადილი ღირდა საშუალო ქართველის წლიური ხელფასის ტოლფასი. როგორ იყო ეს შესაძლებელი? როგორ შეიძლებოდა, რომ ქვეყანას, სადაც ხალხი იხდიდა პურს მილიონობით კუპონებში, იმავდროულად ქმნიდა ახალ მილიონერებს ყოველ კვირას? პასუხი იყო დამალული იმ ყვითელ დოკუმენტებში, რომლებიც ინახებოდა სეიფში ნომერ 432. ეს იყო სქემა, რომელსაც შემდეგ უწოდებდნენ კრედიტების მაფიას, სქემა, რომელიც იყო სრულიად კანონიერი, ხელმოწერილი ყველა საჭირო ხელმძღვანელის მიერ, დაბეჭდილი ყველა საჭირო ბეჭდით, მაგრამ რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ქვეყნის ბიუჯეტის უდიდეს გაძარცვას მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში. სქემა იყო მარტივი და გენიალური ერთდროულად. მთავრობა გასცემდა ტექნიკურ კრედიტებს მილიარდობით კუპონებში გარკვეულ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ სწორი კავშირები, სწორი გვარები, სწორი ტელეფონის ნომრები. ეს ადამიანები იღებდნენ კრედიტს დღეს, როდესაც კუპონი ჯერ კიდევ რაღაცას ღირდა, ყიდულობდნენ დოლარებს ან ქარხნებს ან უძრავ ქონებას და აბრუნებდნენ კრედიტს 6 თვის შემდეგ, როდესაც კუპონი უკვე არაფერს ღირდა. ფაქტობრივად ისინი იღებდნენ რეალურ ქონებას და აბრუნებდნენ ქაღალდის ნაგვის ტოლფას. მაგრამ ვინ ხელმოწერდა ამ კრედიტებს? ვინ აძლევდა უფლებას ამ ადამიანებს, რომ აიღოთ მილიარდები სახელმწიფო ფულიდან? ვინ იყო ის ადამიანი, რომლის ხელმოწერა ჩანდა თითქმის ყველა ამ დოკუმენტში? ოთარ ფაცაცია, ადამიანი, რომელიც 1992 წლიდან 1994 წლამდე იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უფლება ხელი მოეწერა ნებისმიერ ეკონომიკურ გადაწყვეტილებაზე, ადამიანი, რომელიც როგორც ზოგიერთი ამბობდა, იყო უბრალოდ მეურნე, რომელიც არ ესმოდა ეკონომიკა, ან როგორც სხვები ამბობდნენ, იყო ცნობიერი მონაწილე ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ფინანსური თაღლითობის. წარმოიდგინეთ სიტუაცია, თქვენ ხართ მთავრობის წევრი და თქვენთან მოდის ადამიანი, შესაძლოა ძველი მეგობარი, შესაძლოა ბიზნესმენი კარგი რეპუტაციით, შესაძლოა უბრალოდ ადამიანი, რომელსაც აქვს სწორი რეკომენდაცია სწორი ადამიანისგან. ის გეუბნებათ, მჭირდება კრედიტი ქარხნის აღსადგენად ან მჭირდება კრედიტი სასურსათო პროდუქტების შესაძენად. თქვენ უყურებთ დოკუმენტებს, ყველაფერი სწორია, ყველა ბეჭედი ადგილზეა, ყველა რეკომენდაცია დადებითია. თქვენ აწერთ ხელს. მაგრამ რას არ იცით თქვენ? რას არ გეუბნებიან? რომ ეს ადამიანი არ აპირებს არანაირი ქარხნის აღდგენას, ის აპირებს ამ კუპონების დოლარებად გაცვლას და დოლარების შვეიცარიულ ბანკში განთავსებას, სანამ კუპონი საბოლოოდ დაკარგავს ღირებულებას. ოთარ ფაცაცია იცოდა თუ არა ეს? ესმოდა თუ არა მას, რომ მისი ხელმოწერა ქმნიდა არა ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ახალ ოლიგარქებს? ან იყო ის უბრალოდ ადამიანი, რომელიც ასრულებდა ბრძანებებს ზემოდან, ადამიანი, რომელიც ენდობოდა სხვებს და არ სვამდა კითხვებს? ეს კითხვები რჩება დღემდე უპასუხოდ, რადგან თავად ფაცაცია წავიდა ამ პასუხების გარეშე და ის ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე, ინახავენ დუმილს უკვე 30-ზე მეტი წელია. მაგრამ დოკუმენტები საუბრობენ. ის დოკუმენტები, რომლებიც შემორჩა, ის დოკუმენტები, რომლებიც არ გაქრა იმ საიდუმლო სამგვერდთან ერთად, გვიჩვენებენ სურათს, რომელიც შოკის მომგვრელია თავისი მასშტაბით და თავისი უსამართლობით.
ერთ-ერთ დოკუმენტში დათარიღებული 1993 წლის მარტით ჩანს კრედიტი 2 მილიარდი კუპონის ოდენობით, გაცემული ერთ კერძო კომპანიაზე სასურსათო პროდუქტების შესაძენად. იმ დროს 2 მილიარდი კუპონი შეადგენდა დაახლოებით $200,000 თანხას, რომლითაც შეიძლებოდა ნამდვილად შეძენილიყო საკმაო რაოდენობის პროდუქტი. მაგრამ 6 თვის შემდეგ, როდესაც ეს კომპანია აბრუნებდა კრედიტს, 2 მილიარდი კუპონი ღირდა დაახლოებით $200,000, ინფლაციამ შეჭამა ღირებულების 99%. ფაქტობრივად ეს კომპანია მიიღო $200,000 ღირებულების აქტივები და დააბრუნა $2,000 ღირებულების ქაღალდები. ახლა გამრავლეთ ეს ერთი მაგალითი 50-ზე, 50-ზე, 100-ზე, რადგან სწორედ ამდენი ასეთი კრედიტი გაიცე იმ 2 წლის განმავლობაში. გამრავლეთ ეს თანხები და მიიღებთ რიცხვს, რომელიც აღემატება საქართველოს მთელ ოფიციალურ ბიუჯეტს იმ პერიოდისთვის. სად წავიდა ეს ფული? ვის ჯიბეში დასრულდა ეს მილიარდები? და რატომ არავინ დაისაჯა ამ სქემისთვის, რომელიც იყო სრულიად გამჭვირვალე და დოკუმენტირებული? პასუხი მარტივია და საშინელია ერთდროულად, რადგან ეს იყო კანონიერი. ყველა ხელმოწერა იყო ადგილზე, ყველა დოკუმენტი იყო სწორად შევსებული, ყველა პროცედურა იყო დაცული. არავინ არ ღვევდა კანონს, ისინი უბრალოდ იყენებდნენ კანონს, იყენებდნენ სისტემას, იყენებდნენ ქაოსს და ჰიპერინფლაციას, რომ გადაეტანათ სიმდიდრე სახელმწიფოდან კერძო ჯიბეებში. და ოთარ ფაცაცია იყო ის ადამიანი, რომლის ხელმოწერა აკანონებდა ამ გადატანას. მაგრამ ვინ იყო ოთარ ფაცაცია? რა იყო მისი ისტორია? როგორ მოხვდა ის ამ პოზიციაზე, სადაც მისი ერთი ხელმოწერა შეიძლებოდა შეექმნა ან განადგურებულიყო ქონება მილიონობით დოლარების ოდენობით? და რატომ, როდესაც ყველაფერი დასრულდა, როდესაც სქემა გაიშალა, როდესაც ხალხი დაინახა, რომ მათი ქვეყანა გაძარცვული იყო, ფაცაცია დარჩა უხილავი, უხმაური, თითქოს არაფერი მომხდარიყო. ეს არის ისტორია, რომელიც უნდა ითქვას, ისტორია, რომელიც ხსნის, როგორ დაიბადა საქართველოს პირველი ოლიგარქები, როგორ გაღარიბდა მილიონები ადამიანები და როგორ გახდა ერთი ადამიანის ხელმოწერა ინსტრუმენტი ქვეყნის უდიდესი ფინანსური კატასტროფისთვის. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ოთარ ფაცაციას პირად უსაფრთხოებაზე 1993 წლიდან 1994 წლამდე, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს ფაცაციას ბოლო თვეების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით ამ პერიოდის შესახებ. კერძო საუბრებიდან ოთარსა და მის ოჯახს შორის საიდუმლო შეხვედრებამდე უცხოელ ემისრებთან, იმ მომენტამდე, როდესაც ფაცაციამ გააცნობიერა, რომ ყველაფერი დასრულდა, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც დაგიჭერთ სუნთქვას. ეს ადამიანი, რომელსაც დავარქმევთ გიორგის, რადგან ის ჯერ კიდევ ეშინია შურისძიების, ინახავდა დღიურს, სადაც ჩაწერილი იყო ყველაფერი, რასაც ის ხედავდა და ისმენდა. დღეს, პირველად ის გვიზიარებს ამ ჩანაწერებს. გიორგის იწყებს თავის ამბავს 1992 წლის ნოემბრიდან, როდესაც მას დაავალეს ოთარ ფაცაციას დაცვა. პირველი შთაბეჭდილება იყო ადამიანი, რომელიც ძალიან დაღლილით ჩანდა, იხსენებს გიორგი. ის არ ჰგავდა პოლიტიკოს, რომელიც ტკბება ძალაუფლებით. ის ჰგავდა მოხელეს, რომელსაც ძალიან ბევრი საქმე აქვს და არ ესმის, როგორ გაართვას თავი ყველაფერს. ფაცაცია იმ დროს იყო 52 წლის, მაგრამ გიორგის სიტყვებით ის გამოიყურებოდა 50-ზე მეტი სასაკის ადამიანად, თმა მკვეთრად ნაცრისფერი, სახე დაღლილი, თვალები ყოველთვის შეშფოთებული. პირველი რამ, რაც გიორგი შენიშნა, იყო ფაცაციას სამუშაო რეჟიმი. ის მუშაობდა 14-დან 16 საათამდე დღეში, ამბობს გიორგი. ის მოდიოდა ოფისში დილის 7 საათზე და ტოვებდა საღამოს 10-11 საათზე. მთელი დღე იყო შეხვედრები, დოკუმენტები, ტელეფონის ზარები. მე ვიდე კიკარის გარეთ და ვისმენდი, არა იმიტომ, რომ მინდოდა მოსმენა, არამედ იმიტომ, რომ ეს იყო ჩემი სამუშაო, უნდა მეცოდინა, ვინ იყო შიგნით და რა ხდებოდა. და რასაც გიორგი ისმენდა, იყო უსასრულო ნაკადი თხოვნების, მოთხოვნების, რეკომენდაციების. ყოველ დღე მოდიოდა 10-დან 15 ადამიანი, ყველა რაღაცას ითხოვდა, ვიღაცას სჭირდებოდა კრედიტი, ვიღაცას სჭირდებოდა ლიცენზია, ვიღაცას სჭირდებოდა ხელმოწერა რაიმე დოკუმენტზე. მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ის, რასაც გიორგი ისმენდა საღამოებით, როდესაც ყველა სტუმარი მიდიოდა და ფაცაცია რჩებოდა მარტო თავის ოფისში. ზოგჯერ ის საუბრობდა ტელეფონით და მე ვისმენდი მის ხმას კარის მიღმა, ამბობს გიორგი. ის საუბრობდა ვიღაცასთან, ვინც როგორც ჩანს იყო მისი ახლო მეგობარი ან ოჯახის წევრი და ის ამბობდა რაღაცებს, რაც მე მაშინ არ მესმოდა, მაგრამ ახლა ესმის. ის ამბობდა, მე არ ვიცი, რამდენ ხანს შემიძლია ამის გაგრძელება. ყოველ დღე მოდიან და მთხოვენ და მე ვაწერ ხელს, მაგრამ არ ვიცი, სად მიდის ეს ყველაფერი.
ეს იყო ხმა ადამიანისა, რომელიც დაკარგული იყო, რომელიც არ ესმოდა, რა როლს თამაშობდა. გიორგის ჩანაწერებში არის ერთი კონკრეტული ეპიზოდი, რომელიც ხდება 1993 წლის აპრილში. იყო ერთი დღე, როდესაც ოფისში მოვიდა ადამიანი, რომელსაც მე არ ვიცნობდი, იხსენებს გიორგი. ის იყო კარგად ჩაცმული, ჰქონდა ძვირადღირებული საათი და ძვირადღირებული ქურთუკი. ის შევიდა ფაცაციას ოფისში და დარჩა იქ დაახლოებით 20 წუთი. როდესაც ის გამოვიდა, მე შევხედე მის სახეს, ის იყო კმაყოფილი, თითქოს მხოლოდ რაც მიიღო ის, რაც უნდოდა. ფაცაცია გამოვიდა რამდენიმე წუთის შემდეგ და მე ვნახე მისი სახე, ის იყო უფრო დაღლილი, ვიდრე ოდესმე. მე ვკითხე, ყველაფერი რიგზეა და ის უბრალოდ თქვა, კი, ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მისი ხმა არ იყო დარწმუნებული. რამდენიმე დღის შემდეგ გიორგი გაიგო, რომ ეს ადამიანი მიიღო კრედიტი 3 მილიარდი კუპონის ოდენობით. მე მაშინ არ ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს, ამბობს გიორგი. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ბიზნეს გარიგება. მაგრამ მოგვიანებით, როდესაც ყველაფერი გაიშალა, მე გავიგე, რომ ეს 3 მილიარდი კუპონი იყო ექვივალენტური დაახლოებით $300,000 იმ დროს, მაგრამ როდესაც ეს ადამიანი დააბრუნა კრედიტი 6 თვის შემდეგ, ეს 3 მილიარდი კუპონი ღირდა დაახლოებით $300,000. ფაქტობრივად, ამ ადამიანმა მიიღო $300,000 და დააბრუნა 3,000. და ფაცაციას ხელმოწერამ გახადა ეს შესაძლებელი. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი ჩანაწერი გიორგის დღიურში არის 1993 წლის ივლისიდან. იყო ერთი საღამო, როდესაც ფაცაცია დარჩა ოფისში ძალიან გვიან, იხსენებს გიორგი. იყო დაახლოებით 11 საათი ღამით და მე ვიფიქრე, რომ ის უბრალოდ მუშაობდა დოკუმენტებზე. მაგრამ შემდეგ მე მოვისმინე ხმა, ის იყო ტირილის ხმა. მე ფრთხილად მივუახლოვდი კარს და მოვისმინე. ფაცაცია ტიროდა. ის ამბობდა რაღაცას, რაც ჟღერდა როგორც ლოცვა ან აღსარება. ის ამბობდა, მე არ ვიცოდი, მე არ მესმოდა, მე უბრალოდ ვასრულებდი ბრძანებებს. ეს იყო ხმა ადამიანისა, რომელიც გაანადგურა საკუთარი სინდისის წონით. გიორგი ამბობს, რომ ამის შემდეგ ფაცაცია შეიცვალა. ის გახდა უფრო მდუმარე, უფრო დახურული, ამბობს გიორგი. ის აღარ საუბრობდა ტელეფონით საღამოებით, ის აღარ იღიმებოდა, როდესაც სტუმრები მოდიოდნენ. ის უბრალოდ ასრულებდა თავის სამუშაოს, აწერდა ხელს დოკუმენტებზე, ესწრებოდა შეხვედრებს, მაგრამ ის იყო როგორც მანქანა, არა როგორც ადამიანი. და შემდეგ 1994 წლის დასაწყისში ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან. ის უბრალოდ წავიდა, ამბობს გიორგი. არანაირი განცხადება, არანაირი ახსნა. ის უბრალოდ წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდა საჯარო ცხოვრებაში. მაგრამ რატომ? რატომ დატოვა ფაცაციამ თავისი პოზიცია სწორედ იმ მომენტში, როდესაც კრედიტების მაფია იყო თავის პიკზე? რა მოხდა იმ ბოლო თვეებში, რამაც აიძულა ის რომ წასულიყო? გიორგი ამბობს, რომ მას აქვს თეორია. მე ვფიქრობ, რომ ფაცაციამ საბოლოოდ გააცნობიერა, რა ხდებოდა, ამბობს ის. მე ვფიქრობ, რომ ვიღაცამ უთხრა მას სიმართლე, უთხრა, რომ მისი ხელმოწერები არ ქმნიდა ეკონომიკურ განვითარებას, არამედ ქმნიდა ოლიგარქებს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა იყო ძალიან მძიმე მისთვის. ის არ იყო ცუდი ადამიანი, ის იყო დაკარგული ადამიანი, რომელიც მოექცა სისტემაში, რომელიც იყო უფრო ძლიერი მასზე. დღეს 25 წლის შემდეგ გიორგის ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს იმ დღეებზე. მე ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ ფაცაციას ჰქონოდა უფრო მეტი ცოდნა ეკონომიკის შესახებ, ამბობს ის. რა მოხდებოდა, რომ ის უარი ეთქვა ხელმოწერაზე იმ დოკუმენტებზე? რა მოხდებოდა, რომ ის ჰკითხა უფრო მეტი კითხვები? მაგრამ ის არ გააკეთა. და შედეგი იყო კატასტროფა მილიონობით ადამიანისთვის. გიორგი ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ფაცაცია არ იყო ერთადერთი. იყო ბევრი სხვა, რომლებმაც აწერეს ხელი, რომლებმაც დაამტკიცეს, რომლებმაც ჩაკეტეს თვალები. და ისინი ყველა იციან, რა გააკეთეს. მაგრამ არავინ არასოდეს დაისაჯა. ეს არის ის, რასაც გიორგის გვიზიარებს დღეს ისტორია ადამიანის შესახებ, რომელიც იყო ცენტრში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური სქემისა პოსტსაბჭოთა ისტორიაში, მაგრამ რომელიც შესაძლოა თავად არ ესმოდა, რა როლს თამაშობდა. ეს არის ისტორია ხელმოწერების შესახებ, რომლებმაც შექმნა მილიონერები და გაანადგურა მილიონები. და ეს არის ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის კრედიტები, ის ადამიანები, რომლებმაც გადააქციეს კუპონები დოლარებად და დოლარები იმპერიებად, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ. ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს ამ ქვეყანაში.
და ოთარ ფაცაციას ხელმოწერა იყო ის, რამაც მათ მისცა დასაწყისი. ერთი კვირით ადრე, ვიდრე ოთარ ფაცაცია დატოვებდა თავის პოზიციას სახელმწიფო მინისტრად, მოხდა რაღაც, რაც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ პროტოკოლში, არც ერთ სამთავრობო დოკუმენტში, არც ერთ გაზეთის სტატიაში. ღამის 2 საათზე თბილისის აეროპორტში დაეშვა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოფრინავდა სტამბულიდან. თვითმფრინავიდან ჩამოვიდა ერთი ადამიანი, მაღალი, კარგად ჩაცმული და ახლობით 50 წლის, რომელსაც ელოდა შავი მერსედესი პირდაპირ ტრაპის ქვეშ. ეს ადამიანი არ გაიარა საბაჟო კონტროლი, არ გაიარა პასპორტის კონტროლი, ის უბრალოდ ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. მანქანა მიემართებოდა არა სასტუმროსკენ, არა საელჩოსკენ, არამედ პირდაპირ სამთავრობო შენობისკენ, სადაც ოთარ ფაცაციას ოფისი მდებარეობდა. მარტორები ამბობენ, რომ ამ საიდუმლო შეხვედრის შემდეგ ფაცაცია გამოვიდა თავისი ოფისიდან ფერმკრთალი როგორც ქაღალდი. რა ეთქვა მას იმ ღამით? შესთავაზეს თუ არა მას გადასახლება, თუ წაუკითხეს განაჩენი. ვინ იყო ეს ადამიანი, KGB-ის აგენტი, CIA-ის წარმომადგენელი, თუ ვიღაც ბევრად უფრო ძლიერი? ეს ეპიზოდი არის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო მომენტი მთელ ამ ისტორიაში და მხოლოდ ორი ადამიანი იცის სრული სიმართლე, თავად ფაცაცია, რომელიც გარდაიცვალა 1995 წელს, და ის უცნობი ვიზიტორი, რომლის ვინაობა დღემდე რჩება საიდუმლოდ. მაგრამ არსებობს ადამიანები, რომლებმაც იციან ნაწილები ამ ამბისა, ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ შენობაში იმ ღამით, ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ის მერსედესი, ადამიანები, რომლებმაც დაინახეს ფაცაციას სახე შეხვედრის შემდეგ. და დღეს პირველად ერთ-ერთი ამ ადამიანთაგან ისაუბრობს. ალექსანდრე, რომელიც იმ დროს მუშაობდა როგორც უსაფრთხოების ოფიცერი სამთავრობო შენობაში, იხსენებს იმ ღამეს ძალიან კარგად. იყო დაახლოებით 2 საათი ღამით და მე ვიყავი ჩემს პოსტზე პირველ სართულზე, ამბობს ალექსანდრე. ჩვეულებრივ იმ საათში არავინ მოდის შენობაში, ყველა წავიდა სახლში, მხოლოდ უსაფრთხოების პერსონალი რჩება. მაგრამ იმ ღამით მე მივიღე ზარი ჩემი უფროსისგან, რომელმაც მითხრა, მალე მოვა ერთი ვიზიტორი. შენ არაფერი არ დაინახე, არაფერი არ მოისმინე, არაფერი არ გაიხსენე. ეს იყო უცნაური ინსტრუქცია, მაგრამ მე ვიცოდი, რომ არ უნდა დამესვა კითხვები. რამდენიმე წუთის შემდეგ ალექსანდრე დაინახა შავი მერსედესი, რომელიც შემოვიდა შენობის ეზოში. მანქანა გაჩერდა მთავარი შესასვლელის წინ და ჩამოვიდა ერთი ადამიანი, იხსენებს ალექსანდრე. მე ვცადე, რომ კარგად დამენახა მისი სახე, მაგრამ ის ატარებდა ბნელ სათვალეებს, მიუხედავად იმისა, რომ იყო ღამე. ის იყო მაღალი, კარგად აგებული, ატარებდა ძვირადღირებულ კოსტიუმს. ის არ თქვა არაფერი, არ მიმიხედა, ის უბრალოდ შევიდა შენობაში და მიემართა ლიფტისკენ. მე ვიცოდი, რომ ის მიდიოდა მეოთხე სართულზე, სადაც ფაცაციას ოფისი იყო. ალექსანდრე ამბობს, რომ ის ვიზიტორი დარჩა ფაცაციას ოფისში დაახლოებით 1 საათი. მე ვიდექი ჩემს პოსტზე და ვაკვირდებოდი საათს, ამბობს ის. ყოველი წუთი გრძნობოდა როგორც საათი. მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა იქ ზემოთ, მაგრამ მე გრძნობდი, რომ ეს იყო რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც შეცვლიდა ყველაფერს. და შემდეგ დაახლოებით 3 საათზე დილით, ლიფტის კარი გაიხსნა და გამოვიდა ის უცნობი ვიზიტორი. ის გამოვიდა ლიფტიდან და გაიარა ჩემს გვერდით, იხსენებს ალექსანდრე. მე კვლავ ვცადე, რომ დამენახა მისი სახე, მაგრამ ის ჯერ კიდევ ატარებდა სათვალეებს. მაგრამ ერთი რამ შევნიშნე, ის ატარებდა პატარა შავ ბრიფკეისს, რომელიც არ ჰქონდა, როდესაც შემოვიდა. ეს ბრიფკეისი იყო ძალიან პატარა, მაგრამ ის ატარებდა მას ძალიან ფრთხილად, თითქოს იქ იყო რაღაც ძალიან ღირებული. რამდენიმე წუთის შემდეგ ალექსანდრე გადაწყვიტა, რომ ასულიყო მეოთხე სართულზე. მე ვიცოდი, რომ არ უნდა გამეკეთებინა ეს, მაგრამ მე ვიყავი ძალიან ცნობის მოყვარე, ამბობს ის. მე ავედი ლიფტით და გავედი მეოთხე სართულზე. დერეფანი იყო ცარიელი და ჩუმი. მე მივუახლოვდი ფაცაციას ოფისს და დავინახე, რომ კარი იყო ოდნავ ღია. მე ფრთხილად შევხედე შიგნით და დავინახე ფაცაცია, ის იჯდა თავის მაგიდასთან, თავი ხელებში ჩაფლული, და ის უბრალოდ იჯდა იქ უძრავად. მე არ ვიცი, ტიროდა თუ არა ის, მაგრამ მისი მთელი სხეული გამოიყურებოდა დამარცხებულად, თითქოს მას ახლახან უთხრეს რაღაც, რაც გაანადგურა მას. ალექსანდრე ამბობს, რომ მან არ გაბედა, რომ შესულიყო ოფისში, ან ჰკითხა რამე. მე უბრალოდ დაუბრუნდი ჩემს პოსტზე და ვცადე, რომ დამევიწყებინა ის, რაც ვნახე, ამბობს ის. მაგრამ მე ვერასოდეს დავივიწყე. და ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ფაცაციამ გადადგა, მე გავიგე, რომ ის ღამე იყო მიზეზი. რაღაც მოხდა იმ შეხვედრაზე, რაღაც ეთქვა ან გადაეცა, რამაც აიძულა ფაცაცია, რომ წასულიყო. მაგრამ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ის?
რა შეიძლებოდა ეთქვა ფაცაციას, რამაც აიძულა ის, რომ დაეტოვებინა თავისი პოზიცია, თავისი ძალაუფლება, თავისი გავლენა? ალექსანდრე ამბობს, რომ მას აქვს თეორია, მაგრამ ის ხაზს უსვამს, რომ ეს არის მხოლოდ თეორია, არა ფაქტი. მე ვფიქრობ, რომ ის უცნობი ვიზიტორი მოიტანა მტკიცებულებებს, ამბობს ის. მე ვფიქრობ, რომ ის მოიტანა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, სად მიდიოდა ის კრედიტები, ვინ იღებდა მათ, რა ხდებოდა ფულთან. და მე ვფიქრობ, რომ ფაცაციამ პირველად დაინახა სრული სურათი, დაინახა, რომ მისი ხელმოწერები არ ეხმარებოდა ქვეყანას, არამედ ანადგურებდა მას. და ეს ცოდნა იყო ძალიან მძიმე მისთვის. არსებობს კიდევ ერთი თეორია, უფრო საშიში და უფრო შემაშფოთებელი. ზოგიერთი ადამიანი, რომლებიც იყვნენ ახლოს იმ მოვლენებთან, ამბობენ, რომ ის უცნობი ვიზიტორი არ მოიტანა მტკიცებულებებს, ის მოიტანა მუქარას. არსებობს ვერსია, რომ ფაცაციას უთხრეს, ან შენ წახვალ ახლა მშვიდად და ჩუმად, ან შენ წახვალ მოგვიანებით, მაგრამ არა ისე მშვიდად, ამბობს ერთ-ერთი ყოფილი სამთავრობო თანამშრომელი, რომელიც ითხოვს ანონიმურობას. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებსაც არ სურდათ, რომ ფაცაცია დარჩენილიყო თავის პოზიციაზე, ადამიანები, რომლებმაც იცოდნენ, რომ ის იცოდა ძალიან ბევრს, ადამიანები, რომლებსაც ეშინოდათ, რომ ის შეიძლება ერთ დღეს ესაუბრა. და შესაძლოა ის უცნობი ვიზიტორი იყო გაგზავნილი ამ ადამიანების მიერ, რომ დაერწმუნებინა ფაცაცია, რომ დროა წასვლისა. ვინც არ უნდა ყოფილიყო ის უცნობი ვიზიტორი და რაც არ უნდა ეთქვა ფაცაციას იმ ღამით, შედეგი იყო ნათელი. ერთი კვირის შემდეგ ოთარ ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან. არანაირი ახსნა, არანაირი პრესკონფერენცია, არანაირი ინტერვიუ. ის უბრალოდ წავიდა და გაქრა საჯარო ცხოვრებიდან. ის გადავიდა ცხოვრებაში, რომელიც იყო სრულიად საპირისპირო მისი წინა ცხოვრებისა, მშვიდი, ჩუმი, თითქმის უხილავი. ის აღარ დადიოდა სამთავრობო შენობებში, აღარ ესწრებოდა შეხვედრებს, აღარ აწერდა ხელს დოკუმენტებზე. ის უბრალოდ ცხოვრობდა, თუ შეიძლება ამას ცხოვრება ეწოდოს, სახლში, იზოლირებული და კარგული. და შემდეგ 1995 წლის თებერვალში ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი იყო გულის შეტევა, მაგრამ ბევრი ადამიანი ეჩვობს ამ ვერსიაში. ის იყო მხოლოდ 55 წლის, ამბობს ერთ-ერთი მისი ყოფილი კოლეგა. ის არ ჰქონდა ისტორია გულის პრობლემებისა. და ის გარდაიცვალა სწორედ იმ დროს, როდესაც იწყებოდა გამოძიება კრედიტების მაფიის შესახებ. ეს არის ძალიან მოსახერხებელი დამთხვევა, თუ თქვენ მკითხავთ. დღეს, თითქმის 30 წლის შემდეგ, ის უცნობი ვიზიტორის ვინაობა რჩება საიდუმლოდ. არავინ იცის, ვინ იყო ის, საიდან მოვიდა, ვის წარმოადგენდა. მაგრამ ის, რაც ცნობილია, არის ის, რომ ამ ერთმა საიდუმლო შეხვედრამ შეცვალა ყველაფერი. ამ ერთმა საათმა იმ ღამით, იმ ოფისში დაასრულა კარიერა ადამიანისა, რომელიც იყო ცენტრში ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური სქემისა პოსტსაბჭოთა ისტორიაში. და დღემდე ის ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ამ სქემით, ის ადამიანები, რომლებმაც გახდნენ მილიონერები ფაცაციას ხელმოწერების წყალობით, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს ამ ქვეყანაში. ვინ იყო ის უცნობი ვიზიტორი? რა ეთქვა ფაცაციას იმ ღამით? და რატომ 30 წლის შემდეგ ეს საიდუმლო ჯერ კიდევ არის დაცული ისე ფრთხილად? ეს არის კითხვები, რომლებზეც პასუხები შეიძლება არასოდეს გაიცეს. მაგრამ ერთი რამ არის ნათელი, ის ღამე იყო გადამწყვეტი მომენტი არა მხოლოდ ოთარ ფაცაციას ცხოვრებაში, არამედ მთელი საქართველოს ისტორიაში. ის იყო ღამე, როდესაც ერთი ეპოქა დასრულდა და მეორე დაიწყო, ეპოქა, რომელშიც ის ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ტექნიკური კრედიტები, გახდნენ ახალი ელიტა, ახალი ძალაუფლება, ახალი მმართველები ქვეყნისა. ბოლო წუთამდე მე ვიცოდი, რომ ჩვენ გადავრჩებით, ამბობს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც მუშაობდა ეროვნულ ბანკში 1993 წლიდან 1994 წლამდე და მისი ხელები ჯერ კიდევ კანკალებს 30 წლის შემდეგ. რას იცოდა ეს ადამიანი, რასაც ჩვენ არ ვიცით? ამ საღამოს სამი ყოფილი წევრი იმ საიდუმლო ჯგუფისა, რომელიც აკონტროლებდა ტექნიკურ კრედიტებს, საუბრობს პირველად კამერების წინაშე იმ საიდუმლოებების შესახებ, რომლებიც მათ ინახავდნენ 10 წლეულების განმავლობაში. მათი გამოცხადებები შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით ფაცაციას ეპოქის შესახებ. ეს არის ისტორია არა მხოლოდ ერთი ადამიანის შესახებ, არამედ მთელი სისტემის შესახებ, სისტემის, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ გადაეტანა სიმდიდრე ერთი ჯიბიდან მეორეში, სისტემის, რომელშიც ყველა იცოდა თავისი როლი, მაგრამ არავინ საუბრობდა ხმამაღლა. გიორგიმ, რომელიც იმ დროს იყო უფროსი ეკონომისტი ეროვნულ ბანკში, იხსენებს, როგორ მუშაობდა ეს სისტემა ყოველდღიურად. ყოველ დილას დაახლოებით 9 საათზე ჩვენთან მოდიოდა კურიერი სამთავრობო შენობიდან, ამბობს გიორგი და მისი ხმა ჯერ კიდევ ავსებს შიშის ელემენტებით.
ის მოაქვს ყვითელი საფოსტო კონვერტი და ლუქული წითელი ბეჭდით, რომელზეც წერია სრულიად საიდუმლო. ჩვენ ხსნიდით ამ კონვერტს და იქ იყო სია სახელებისა და თანხებისა. ზოგჯერ იყო 5 სახელი, ზოგჯერ 10, ზოგჯერ 15. და ჩვენი სამუშაო იყო მარტივი, უნდა გაგვეცა ეს თანხები ამ ადამიანებზე, არანაირი კითხვების გარეშე, არანაირი შემოწმების გარეშე. გიორგი ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი არ იყო თავად სია, ყველაზე შემაშფოთებელი იყო ის, რომ ყოველ ამ დოკუმენტზე იყო ერთი და იგივე ხელმოწერა, ერთი და იგივე ვიზა, ოთარ ფაცაცია. მაგრამ რა ხდებოდა შემდეგ? როდესაც ეს ადამიანები იღებდნენ თავიანთ კრედიტებს, რას აკეთებდნენ ისინი ამ უზარმაზარ თანხებით? ნინოჯ, რომელიც მუშაობდა როგორც ანალიტიკოსი ეროვნულ ბანკში, ამბობს, რომ მათ ჰქონდათ საიდუმლო ინსტრუქცია, რომელიც არასოდეს ჩაწერილა ქაღალდზე, მაგრამ რომელიც ყველამ იცოდა. ჩვენ უნდა გვეთვალთვალა, სად მიდიოდა ეს ფული, ამბობს ნინო. და ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, იყო ყოველთვის ერთი და იგივე სქემა. ადამიანი იღებდა კრედიტს კუპონებში დღეს, ხვალ ის მიდიოდა სავალუტო ბირჟაზე და ყიდულობდა დოლარებს, მაშინვე ის გადარიცხავდა ამ დოლარებს უცხოურ ბანკში და შემდეგ, 6 თვის შემდეგ, როდესაც დროა კრედიტის დაბრუნების, ის აბრუნებდა იმავე თანხას კუპონებში, მაგრამ ამ დროისთვის ეს კუპონები ღირდა თითქმის არაფერს. ნინო ხას უსვამს, რომ ეს არ იყო საიდუმლო, ყველა იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ არავინ საუბრობდა ამაზე ხმამაღლა. წარმოიდგინეთ კონკრეტული მაგალითი, რომელიც ნინო იხსენებს განსაკუთრებით კარგად. იყო ერთი ადამიანი, რომელსაც დავარქმევ ვახტანგ, რადგან მე არ შემიძლია გავამჟღავნო მისი ნამდვილი სახელი, ამბობს ნინო. ვახტანგმა მიიღო კრედიტი 5 მილიარდი კუპონის ოდენობით 1993 წლის მაისში. იმ დროს 5 მილიარდი კუპონი შეადგენდა დაახლოებით $500,000. ეს იყო უზარმაზარი თანხა, რომლითაც შეიძლებოდა ყიდულიყო მთელი ქარხანა ან რამდენიმე ბინა ქალაქის ცენტრში. ვახტანგმა გააკეთა სწორედ ეს, მან გაცვალა ეს კუპონები დოლარებად და იყიდა 2 ქარხანა და 3 კომერციული შენობა. და შემდეგ 1993 წლის ნოემბერში, როდესაც დროა კრედიტის დაბრუნების, ვახტანგმა დააბრუნა 5 მილიარდი კუპონი, მაგრამ ამ დროისთვის 5 მილიარდი კუპონი ღირდა დაახლოებით $500,000. ფაქტობრივად ვახტანგმა მიიღო $500,000 ღირებულების ქონება და დააბრუნა $500,000 ღირებულების ქაღალდები. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქართველი მუშაკი იმ დროს. თქვენი ხელფასი არის დაახლოებით 2 მილიონი კუპონი თვეში, თანხა, რომლითაც თქვენ ძლივს ყიდულობთ პულს და რძეს თქვენი ოჯახისთვის. თქვენ ხედავთ, როგორ იზრდება ფასები ყოველდღე, დღეს პური ღირს 10,000 კუპონი, ხვალ ის ღირს 20,000, მომავალ კვირას ის ღირს 40,000. თქვენი ხელფასი რჩება იგივე, მაგრამ თქვენი ყიდვითი უნარი ქრება ყოველ საათში. და იმავდროულად თქვენ ხედავთ, როგორ ჩნდება ახალი მერსედესები ქუჩებში, როგორ იხსნება ახალი რესტორნები, სადაც ერთი სადილი ღირს თქვენი ძლიური ხელფასის ტოლფასი, როგორ ყიდულობენ ადამიანები ქარხნებს და შენობებს, თითქოს ისინი ყიდულობენ საკვებს ბაზარზე. როგორ გრძნობდით თქვენ თავს? როგორ ესმოდათ ამ ადამიანებს, რომ მათი ქვეყანა იძარცვება მათი თვალწინ, მაგრამ ყველაფერი ხდება სრულიად კანონიერად, ყველა ხელმოწერით, ყველა ბეჭდით. გიორგიმ ამბობს, რომ ისინი, ვინც მუშაობდა ბანკში, ხედავდნენ ამ კონტრასტს ყოველდღე. ჩვენთან მოდიოდნენ 2 სახის ადამიანები, იხსენებს გიორგი. პირველი სახის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც მოდიოდნენ, რომ გაეცვალათ თავიანთი მცირე დანაზოგები კუპონებიდან დოლარებად, იმედით, რომ შეინარჩუნებდნენ რაღაცას. ისინი იყვნენ დაღლილები, შეშფოთებულები, ხშირად ტიროდნენ, როდესაც ხედავდნენ, რამდენად მცირე დოლარს იღებდნენ თავიანთი მთელი ცხოვრების დანაზოგებისთვის. მეორე სახის ადამიანები იყვნენ ის, ვინც მოდიოდა ტექნიკური კრედიტებით, ისინი იყვნენ კარგად ჩაცმულები, თავდაჯერებულები, ატარებდნენ ძვირადღირებულ საათებს და ძვირადღირებულ კოსტიუმებს. ისინი არ ელოდნენ რიგში, ისინი არ ივსებდნენ ფორმებს, ისინი უბრალოდ მოდიოდნენ, აძლევდნენ ჩვენ დოკუმენტს ფაცაციას ხელმოწერით და ჩვენ უნდა გაგვეცა მათ ყველაფერი, რასაც ითხოვდნენ. ნინოჯ ამატებს კიდევ ერთ დეტალს, რომელიც აჩვენებს ამ სისტემის სიზმურობას. იყო ერთი შემთხვევა, რომელიც მე არასოდეს დამავიწყდება, ამბობს ნინო. მოვიდა ერთი ქალბატონი, დაახლოებით 60 წლის, რომელიც მოიტანა ჩანთა, სავსე კუპონებით, ეს იყო მისი მთელი ცხოვრების დანაზოგი ფული, რომელიც მან დააგროვა 40 წლის მუშაობით მასწავლებლად. მან მითხრა, გთხოვთ დამეხმაროთ, მე მინდა გავცვალო ეს დოლარებად, რომ შევინარჩუნო რაღაც ჩემი შვილებისთვის. მე დავთვალე მისი ფული, იყო დაახლოებით 200 მილიონი კუპონი. იმ დროს ეს შეადგენდა დაახლოებით $200. 40 წლის მუშაობა $200.
მე ვუხსენ იმას ეს და მან დაიწყო ტირილი პირდაპირ ჩემს მაგიდასთან. და იმავე დროს იმავე დღეს ჩვენთან მოვიდა ადამიანი ტექნიკური კრედიტით 5 მილიარდი კუპონის ოდენობით, თანხა რომელიც იყო 25,000 ჯერ მეტი, ვიდრე იმ ქალბატონის მთელი ცხოვრების დანაზოგი. ეს ადამიანი გაცვალა ეს კუპონები დოლარებად, მიიღო დაახლოებით $500,000 და წავიდა თავისი მერსედესით. ორი ადამიანი, ერთი დღე, ერთი ბანკი, მაგრამ ორი სრულიად განსხვავებული რეალობა. მაგრამ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ტექნიკურ კრედიტებს? როგორ ხვდებოდნენ ისინი იმ საიდუმლო სიაში, რომელიც მოდიოდა ყოველდილას ყვითელ კონვერტში? გიორგიმ ამბობს, რომ ყველას ჰქონდა ერთი საერთო თვისება, კავშირები. ისინი ყველა იყვნენ დაკავშირებულები ვიღაცასთან ძალაუფლებაში, ამბობს გიორგი. ზოგი იყო ყოფილი პარტიის მუშაკი, ზოგი იყო ახლო მეგობარი რომელიმე მინისტრის, ზოგი იყო ნათესავი რომელიმე მაღალჩინოსნის. მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი რამ, ისინი იცოდნენ, ვის უნდა დაერეკათ, ვის უნდა ეწვიათ, რა უნდა ეთქვათ, რომ მოხვედრილიყვნენ იმ სიაში. გიორგი ჩერდება, შემდეგ ამატებს და ფაცაცია იყო ის ადამიანი, რომელიც აწერდა ხელს ამ სიებზე. მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ის, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, იცოდა თუ არა ის, რა კავშირები ჰქონდათ. მაგრამ მისი ხელმოწერა იყო ის, რაც აკანონებდა ყველაფერს. ნინოჯ ამბობს, რომ მათ ჰქონდათ საკუთარი თეორია იმის შესახებ, თუ რატომ აგრძელებდა ფაცაცია ამ ხელმოწერებს, მიუხედავად იმისა, რომ უნდა ენახა, რა ხდებოდა. ჩვენ ვფიქრობდით, რომ ის იყო ტყვე სისტემისა, ამბობს ნინო. ის არ იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რეალური ძალაუფლება, ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ხელმოწერის უფლება, მაგრამ არა გადაწყვეტილების მიღების უფლება. ის აწერდა ხელს იმაზე, რასაც სხვები უბრძანებდნენ მას. და თუ ის უარს იტყოდა, ალბათ ვიღაც სხვა დაიკავებდა მის ადგილს და გააგრძელებდა იგივეს. ნინო ხაზს უსვამს, რომ ეს არ ამართლებს ფაცაციას, მაგრამ ეს ხსნის, რატომ ის არ შეჩერებულა. დღეს 30 წლის შემდეგ გიორგიმ, ნინოჯ და სხვა ყოფილი თანამშრომლები ეროვნული ბანკიდან ცხოვრობენ მშვიდად, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ისინი ჯერ კიდევ ატარებენ ამ ცოდნის წონას. ჩვენ ვიყავით მოწმეები ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობისა ისტორიაში, ამბობს გიორგი. ჩვენ ვხედავდით, როგორ იძარცვებოდა ქვეყანა, როგორ ღარიბდებოდა მილიონები ადამიანები, როგორ მდიდრდებოდა რამდენიმე ათეული. და ჩვენ ვერაფერს ვაკეთებდით, ჩვენ უბრალოდ ვასრულებდით ბრძანებებს, ვაწერდით ხელს დოკუმენტებზე, ვაძლევდით ფულს. ჩვენ იყავით ნაწილი ამ მანქანისა და ეს არის რაღაც, რასთანაც ჩვენ უნდა ვცხოვრობთ ყოველ დღე. რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენი ხელები დაეხმარა სისტემას, რომელმაც გაანადგურა შენი საკუთარი ქვეყანა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ოთარ ფაცაციას შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი ხელმოწერილი დოკუმენტი, ყოველი საიდუმლო გარიგება, ყოველი დამალული გვერდი ისტორიაში. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა აირჩიოთ, შეინარჩუნოთ თქვენი ერთგულება ადამიანისადმი, რომელიც გაძლევთ ძალაუფლებას და ფულს, თუ გადაარჩინოთ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი. 1994 წლის იანვარში ეს 12 ადამიანი გააკეთეს არჩევანი, რომელმაც შეცვალა საქართველოს ისტორია. რამ აიძულა ისინი, რომ გაეღოთ პირი? რამ აიძულა ისინი, რომ ჩაბარებულიყო თავიანთი უფროსი? და რატომ 30 წლის შემდეგ ისინი ჯერ კიდევ ინახავენ ზოგიერთ საიდუმლოებას, რომელიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით ამ პერიოდის შესახებ. დავით, რომელიც იმ დროს იყო ერთ-ერთი ფაცაციას ყველაზე ახლო თანაშემწე, საუბრობს პირველად კამერების წინაშე იმ კრიტიკულ თვეებზე, რომლებმაც წინ უძღოდა ფაცაციას გადადგომას. 1993 წლის ბოლოს ჩვენ ყველამ ვიგრძენით, რომ რაღაც იცვლებოდა, იხსენებს დავით და მისი ხმა ავსებს შფოთვის ელემენტებით. ფაცაცია გახდა უფრო ნერვიული, უფრო დახურული. ის იწყებდა კითხვების დასმას, კითხვებს, რომლებსაც ის არასოდეს სვამდა ადრე. ის იწყებდა ითხოვდა დეტალებს იმის შესახებ, სად მიდიოდა ფული, ვინ იღებდა კრედიტებს, რა ხდებოდა მათ შემდეგ. და ეს იყო საშიში, იმიტომ რომ როდესაც შენ იწყებ კითხვების დასმას ამ სისტემაში, შენ ხდები პრობლემა. დავით ამბობს, რომ იყო ერთი კონკრეტული მომენტი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. იყო 1993 წლის დეკემბერი და ფაცაცია მიიღო ანგარიში ეროვნული ბანკიდან, იხსენებს დავით. ეს ანგარიში აჩვენებდა, რამდენი ფული გაიცა ტექნიკურ კრედიტებში წლის განმავლობაში და რა იყო ინფლაციის დონე იმავე პერიოდში. რიცხვები იყო შოკის მომგვრელი, გაცემული იყო დაახლოებით 50 მილიარდი კუპონი, მაგრამ ინფლაცია იყო 200%-ზე მეტი. ეს ნიშნავდა, რომ ის ფული, რომელიც გაიცა წლის დასაწყისში, ღირდა თითქმის არაფერს წლის ბოლოს.
ფაცაციამ წაიკითხა ეს ანგარიში და მევნახე მისი სახე. ის გახდა ფერმკრთალი, თითქოს მხოლოდ რაც გააცნობიერა რაღაც საშინელი. რა გააცნობიერა ფაცაციამ იმ მომენტში? დავით ამბობს, რომ ის გააცნობიერა, რომ მისი ხელმოწერები არ ქმნიდა ეკონომიკურ განვითარებას, ისინი ქმნიდა ერთ-ერთ უდიდეს სიმდიდრის გადანაწილებას ისტორიაში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აწერთ ხელს დოკუმენტზე, რომელიც, როგორც თქვენ ფიქრობთ, დაეხმარება ქვეყანას, ამბობს დავით. და შემდეგ ერთ დღეს თქვენ იგებთ, რომ ეს დოკუმენტი ფაქტობრივად ანადგურებს ქვეყანას, რომ ის ქმნის არა სამუშაო ადგილებს, არამედ ოლიგარქებს, რომ ის იღებს ფულს მილიონებისგან და აძლევს მას ათეულებს. როგორ იცხოვრებდით თქვენ ამ ცოდნით? დავით ხაზს უსვამს, რომ ფაცაცია არ იყო ცუდი ადამიანი, ის იყო ადამიანი, რომელმაც გააცნობიერა ძალიან გვიან, რა როლს თამაშობდა. მაგრამ იყო კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც აიძულა ფაცაციას წრე, რომ დაეტოვებინა ის. ეს ფაქტორი იყო ადამიანი, რომელსაც დავით უწოდებს მთავარ ანტაგონისტს, ადამიანი, რომელიც იყო ფაცაციას ყველაზე ახლო თანაშემწე, მაგრამ რომელიც საიდუმლოდ მუშაობდა მის წინააღმდეგ. ამ ადამიანს დავარქმევ ლევან, ამბობს დავით. ლევანი იყო ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი. ის იყო ფაცაციას მარჯვენა ხელი, ადამიანი, რომელსაც ფაცაცია ენდობოდა სრულიად. მაგრამ ის, რასაც ჩვენ არ ვიცოდით იმ დროს იყო ის, რომ ლევანი თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოსარგებლე ტექნიკური კრედიტების სისტემისა. ის იყენებდა თავის პოზიციას, რომ მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, როდის გაიცემოდა კრედიტები, ვინ მიიღებდა მათ, და შემდეგ ის იყენებდა ამ ინფორმაციას, რომ გაეკეთებინა საკუთარი გარიგებები. დავით იხსენებს ერთ კონკრეტულ ეპიზოდს, რომელიც აჩვენებს ლევანის როლს ამ სისტემაში. იყო 1993 წლის ოქტომბერი და ფაცაციამ უნდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელიც იძლეოდა კრედიტს 10 მილიარდი კუპონის ოდენობით ერთ კერძო კომპანიაზე, იხსენებს დავით. ფაცაცია იყო ეჭვიანი, ის კითხულობდა დოკუმენტს ძალიან ფრთხილად, სვამდა კითხვებს იმის შესახებ, ვინ იყო ეს კომპანია, რას აპირებდა ის გააკეთოს ამ ფულით. და ლევანი იყო ის, ვინც დაარწმუნა ფაცაცია, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რომ ეს იყო ლეგიტიმური გარიგება, რომ ეს კომპანია აპირებდა გამოეყენებინა ფული ქარხნის აღსადგენად. ფაცაციამ დაუჯერა ლევანს და მოაწერა ხელი. მაგრამ ის, რასაც ჩვენ გავიგეთ მოგვიანებით, იყო ის, რომ ლევანი თავად იყო ერთ-ერთი მფლობელი ამ კომპანიისა. ის გამოიყენა თავისი პოზიცია, რომ მიეღო კრედიტი საკუთარი ბიზნესისთვის და ფაცაციას ხელმოწერა გახადა ეს შესაძლებელი. როდესაც ფაცაციამ გაიგო ეს, დავითის სიტყვებით, ის იყო განადგურებული. ის გრძნობდა თავს გაღალატებულად არა მხოლოდ სისტემის მიერ, არამედ ადამიანის მიერ, რომელსაც ის ენდობოდა ყველაზე მეტად, ამბობს დავით. და ეს იყო ის მომენტი, როდესაც ფაცაციამ გადაწყვიტა, რომ ის აღარ შეიძლება გააგრძელოს. ის გრძნობდა, რომ ის იყო მარიონეტი, რომ მისი ხელმოწერა იყო ინსტრუმენტი სხვების გამდიდრებისთვის და რომ ის აღარ აკონტროლებდა არაფერს. დავით ხაზს უსვამს, რომ ლევანი არ იყო ერთადერთი, იყო ბევრი სხვა ფაცაციას წრეში, რომლებიც იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს პირადი სარგებლისთვის. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი ნაწილი ამ ისტორიისა არის ის, რომ ლევანი არასოდეს დაისაჯა. როდესაც ფაცაცია გადადგა და მთელი სისტემა დაიშალა, ლევანი უბრალოდ გაქრა, ამბობს დავით. ის დატოვა ქვეყანა, წავიდა საზღვარგარეთთ და დღეს ის ცხოვრობს კომფორტულად ევროპაში, თავისი მილიონებით, რომლებიც მან გააკეთა ტექნიკური კრედიტების წყალობით. ის არასოდეს გამოძიებულა, არასოდეს დაბრალდა, არასოდეს დაისაჯა. და ის არის მხოლოდ ერთი მაგალითი, არიან ათობით სხვა, რომლებმაც გააკეთეს იგივე, რომლებმაც გამოიყენეს სისტემა, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი ქვეყნის ხარჯზე და რომლებიც დღეს ცხოვრობენ თავისუფლად, უსაფრთხოდ, უხილავად. დავით ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს იმაზე, რა მოხდებოდა, რომ ფაცაცია ჰქონოდა უფრო მეტი ცოდნა იმის შესახებ, ვინ იყვნენ ადამიანები მის გარშემო. რა მოხდებოდა, რომ ის იცოდა ლევანის შესახებ ადრე? რა მოხდებოდა, რომ ის უფრო ფრთხილად ამოწმებდა ყველა დოკუმენტს, ყველა თხოვნას? მაგრამ ის არ გააკეთა. და შედეგი იყო კატასტროფა, კატასტროფა არა მხოლოდ ფაცაციასთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. დავით ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს ისტორია არ დასრულებულა. ის ადამიანები, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი იმ სისტემით, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს. და ჩვენ, რომლებმაც ვიცით სიმართლე, ჩვენ ვინახავთ დუმილს, რადგან ჩვენ ვეშინიათ იმისა, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან ხმამაღლა. დღეს 30 წლის შემდეგ დავით ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ატარებს ამ საიდუმლოების წონას. მე ვიცი სახელები, მე ვიცი თანხები, მე ვიცი გარიგებები, ამბობს ის.
მაგრამ მე არ შემიძლია ვისაუბრო ყველაფერზე, რადგან ზოგიერთი ამ ადამიანთაგანი ჯერ კიდევ არის ძალიან ძლიერი, ძალიან გავლენიანი. და მე მაქვს ოჯახი, მაქვს შვილები, მაქვს შვილიშვილები. მე არ შემიძლია დავარისკო მათი უსაფრთხობა. ეს არის რეალობა იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც იციან სიმართლე კრედიტების მაფიის შესახებ. ისინი ცხოვრობენ შიშში, დუმილში, იმედით, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, სამართალი აღსრულდება. მაგრამ ის დღე ჯერ არ მოსულა და ბევრი ეჭვობს, რომ ის ოდესმე მოვა. რას იცოდა ოთარ ფაცაცია თავისი ჯანმრთელობის შესახებ, რასაც არავინ სხვა არ იცოდა? რატომ მისი პირადი ექიმი იძახებოდა საიდუმლოდ სასახლეში, როდესაც ფაცაციას ჰქონდა თავის ტკივილი? რატომ არც ერთი დიაგნოზი არ აღწერილა ოფიციალურ დოკუმენტებში? მაგრამ უშიშროების სამსახურის არქივები ინახავს სიას მედიკამენტებით, რომლებიც შეკვეთილი იყო ფაცაციასთვის. ეს სია ავლენს დაავადებას, რომელიც ოთარ ფაცაციამ მალავდა ქართველი ხალხისგან ათწლეულების განმავლობაში. ამ დოკუმენტურ ფილმში თქვენ დაინახავთ სამედიცინო მტკიცებულებებს, რომლებიც ცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ იცოდით ფაცაციას ბოლო წლების შესახებ. ეს არის ისტორია არა მხოლოდ პოლიტიკური ძალაუფლების შესახებ, არამედ ფიზიკური სისუსტის შესახებ, ისტორია იმის შესახებ, როგორ ადამიანის სხეული და გონება იშლება ძალაუფლების წონის ქვეშ. დოქტორი თამას ქ, რომელიც იმ დროს მუშაობდა როგორც ერთ-ერთი კონსულტანტი ფაცაციას სამედიცინო გუნდში, საუბრობს პირველად იმ საიდუმლო ვიზიტების შესახებ, რომლებიც ის აკეთებდა სამთავრობო შენობაში. პირველად მე დავიბარეს 1992 წლის ნოემბერში, იხსენებს დოქტორი თამას. მე მივიღე ზარი გვიან საღამოს დაახლოებით 10 საათზე და მითხრეს, რომ მე უნდა მოვსულიყავი სასწრაფოდ სამთავრობო შენობაში. როდესაც მე მივედი, მე წამიყვანეს ფაცაციას პირად ოფისში, სადაც ის იჯდა თავის მაგიდასთან, ხელი შუბლზე მიდებული და ის გამოიყურებოდა ძალიან დაღლილად და ტკივილით. დოქტორი თამას ამბობს, რომ ფაცაცია უჩივლებოდა ძლიერ თავის ტკივილს, რომელიც გრძელდებოდა უკვე რამდენიმე დღე. მე გავუკეთე ძირითადი გამოკვლევა და ვნახე, რომ მისი წნევა იყო ძალიან მაღალი, დაახლოებით 180-100 საათზე, იხსენებს დოქტორი თამას. ეს იყო საშიში დონე, რომელიც შეიძლებოდა გამოეწვია ინსულტი ან გულის შეტევა. მე ვურჩიე მას, რომ ის უნდა წასულიყო საავადმყოფოში დაუყოვნებლივ, მაგრამ ის უარი თქვა. ის თქვა, მე არ შემიძლია წავიდე საავადმყოფოში, მე მაქვს ძალიან ბევრი სამუშაო, ძალიან ბევრი შეხვედრა. უბრალოდ მომეცით რაიმე მედიკამენტი და მე გავაგრძელებ. ეს იყო ტიპური პასუხი ადამიანისგან, რომელიც აყენებდა თავის სამუშაოს თავის ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა. დოქტორი თამას ამბობს, რომ ის დაუწერა ფაცაციას რამდენიმე მედიკამენტი წნევის დასაწევად და ტკივილგამოყუჩებელი თავის ტკივილისთვის, მაგრამ ის ხაზს უსვამს, რომ ეს იყო მხოლოდ დროებითი გადაწყვეტა. მე ვუთხარი მას, რომ ეს მედიკამენტები არ იყო გრძელვადიანი გადაწყვეტა, რომ ის საჭიროებდა სერიოზულ გამოკვლევას და შესაძლოა ჰოსპიტალიზაციას, ამბობს დოქტორი თამას. მაგრამ ფაცაცია არ მოისმინა. ის უბრალოდ აიღო მედიკამენტები და განაგრძო თავისი სამუშაო. დოქტორი თამას ამბობს, რომ ამის შემდეგ ის იძახებოდა ფაცაციასთან დაახლოებით ერთხელ ყოველ 2 კვირაში, ყოველთვის გვიან საღამოს, ყოველთვის საიდუმლოდ, ყოველთვის იმავე საჩივრებით, თავის ტკივილი, მაღალი წნევა, ცილის პრობლემები. მაგრამ იყო კიდევ ერთი სიმპტომი, რომელიც დოქტორ თამასს შეაშფოთა კიდევ უფრო მეტად. დაახლოებით 1993 წლის მარტიდან მე შევნიშნე, რომ ფაცაციას ჰქონდა ხელების კანკალი, იხსენებს დოქტორი თამას. როდესაც ის ცდილობდა ხელი მოეწერა დოკუმენტზე, მისი ხელი კანკალებდა ისე ძლიერად, რომ ის ძლივს შეეძლო ხელმოწერის გაკეთება. ეს იყო ნიშანი ძლიერი სტრესისა და შესაძლოა ნერვული სისტემის პრობლემებისა. დოქტორი თამას ამბობს, რომ ის ურჩევდა ფაცაციას, რომ გაეკეთებინა სრული ნევროლოგიური გამოკვლევა, მაგრამ კვლავ ფაცაცია უარს ამბობდა. მე ვფიქრობ, რომ ფაცაცია ეშინოდა იმისა, რაც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, ამბობს დოქტორი თამას. ის ეშინოდა, რომ თუ ის წავიდოდა საავადმყოფოში, თუ ის გაიკეთებდა სრულ გამოკვლევას, შეიძლებოდა აღმოჩენილიყო რაღაც სერიოზული რაღაც, რაც აიძულებდა მას, რომ დაეტოვებინა თავისი პოზიცია. და ის არ იყო მზად ამისთვის, ის არ იყო მზად დაეტოვებინა ძალაუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მისი სხეული ეუბნებოდა მას, რომ ის საჭიროებდა დასვენებას. დოქტორი თამას ხაზს უსვამს, რომ ეს არის ტიპური სინდრომი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ძალაუფლების პოზიციებზე, ისინი აყენებენ თავიანთ სამუშაოს, თავიანთ სტატუსს, თავიანთ გავლენას, თავიანთ ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა და ხშირად ეს გადაწყვეტილება ღირს მათ ცხოვრებას. მაგრამ ყველაზე შემაშფოთებელი აღმოჩენა დოქტორ თამაზის ჩანაწერებში არის სია მედიკამენტებისა, რომლებიც ფაცაცია იღებდა ბოლო თვეების განმავლობაში. მე ვინახავ ჩემს პირად ჩანაწერებში სიას ყველა მედიკამენტისა, რომელიც მე დავუწერე ფაცაციას, ამბობს დოქტორი თამას.
და როდესაც მე ვუყურებ ამ სიას დღეს, მე ვხედავ სურათს ადამიანისა, რომელიც იყო ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად განადგურებული. ის იღებდა მედიკამენტებს მაღალი წნევისთვის, მედიკამენტებს ცილისთვის, მედიკამენტებს შფოთვისთვის, მედიკამენტებს დეპრესიისთვის. ეს იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეგრძელებინა ფუნქციონირება ქიმიური საშუალებებით, მაგრამ რომლის სხეული და გონება უკვე ეუბნებოდა, საკმარისია. დოქტორი თამაზ იხსენებს ერთ კონკრეტულ ვიზიტს, რომელიც მოხდა 1993 წლის დეკემბერში, მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ფაცაცია გადადგებოდა. მე დავიბარეს ღამის 2 საათზე, იხსენებს დოქტორი თამაზ. როდესაც მე მივედი, მე ვნახე ფაცაცია იჯდა თავის ოფისში და ის გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელიც არ ეძინა რამდენიმე დღე. მისი თვალები იყო წითელი, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი ხელები კანკალებდა. ის მითხრა, დოქტორო, მე აღარ შემიძლია. მე აღარ შემიძლია ვიძინო, აღარ შემიძლია ვიფიქრო, აღარ შემიძლია ვიმუშაო. რაღაც არის ჩემთან, რაღაც არის არასწორი. ეს იყო პირველი და ერთადერთი დრო, როდესაც მე მოვისმინე ფაცაცია აღიარებდა, რომ ის საჭიროებდა დახმარებას. დოქტორი თამაზ ამბობს, რომ ის გაუკეთა ფაცაციას სრული გამოკვლევა იმ ღამით და ის, რაც ის აღმოაჩინა, იყო შემაშფოთებელი. მისი წნევა იყო კრიტიკულ დონეზე, 200-ზე 120-ზე. მისი პულსი იყო არარეგულარული. მისი სხეული იყო დაღლილი, გამოფიტული, განადგურებული. მე ვუთხარი მას, თქვენ უნდა წახვიდეთ საავადმყოფოში ახლავე, თუ არა, თქვენ შეიძლება გქონდეთ ინსულტი ან გულის შეტევა ნებისმიერ მომენტში. და ამჯერად ფაცაციამ არ უარი თქვა. ის უბრალოდ თქვა, კარგი, მაგრამ არა ახლა. მე მაქვს კიდევ რამდენიმე რამ, რაც უნდა დავასრულო და შემდეგ მე წავალ. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის არ აპირებდა წასვლას, ის უბრალოდ ცდილობდა მომეგო დრო. რამდენიმე კვირის შემდეგ ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან. დოქტორი თამაზ ამბობს, რომ ის არ იყო გაკვირვებული. მე ვიცოდი, რომ ეს მოვიდოდა, ამბობს ის. მე ვიცოდი, რომ ფაცაციას სხეული აღარ უძლებდა იმ სტრესს, იმ წნევას, იმ პასუხისმგებლობას. ის იყო ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეტანა მთელი ქვეყნის წონა თავის მხრებზე და ეს წონა ანადგურებდა მას. დოქტორი თამაზ ხაზს უსვამს, რომ ფაცაციას გადადგომა არ იყო მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო სამედიცინო აუცილებლობა. მაგრამ ისტორია არ დასრულებულა იქ. 1995 წლის თებერვალში დოქტორი თამაზ მიიღო ზარი, რომელიც აცნობებდა მას, რომ ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი იყო გულის შეტევა. როდესაც მე მოვისმინე ეს ამბავი, მე არ ვიყავი გაკვირვებული, ამბობს დოქტორი თამაზ. მე ვიცოდი, რომ ფაცაციას სხეული იყო კრიტიკულ მდგომარეობაში. მე ვიცოდი, რომ ის იყო დროის საკითხი. მაგრამ ის, რაც მე არ ვიცოდი, იყო ის, თუ რა მოხდა იმ ბოლო თვეებში, რა იყო ის საბოლოო ფაქტორი, რომელმაც გამოიწვია მისი გარდაცვალება. დოქტორი თამაზ ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს, შეიძლებოდა თუ არა ფაცაციას გადარჩენა, რომ ის მოისმინა სამედიცინო რჩევებს ადრე, რომ ის დაეტოვებინა თავისი პოზიცია ადრე. მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ფაცაციას ისტორია არ არის უნიკალური, ამბობს დოქტორი თამაზ. არიან ათობით, ასობით ადამიანები ძალაუფლების პოზიციებზე, რომლებიც აკეთებენ იგივე შეცდომას, ისინი აყენებენ თავიანთ სამუშაოს, თავიანთ ამბიციებს, თავიანთ ეგოს, თავიანთ ჯანმრთელობაზე უფრო მაღლა და ისინი იხდიან ამის ფასს თავიანთი ცხოვრებით. ფაცაცია იყო მსხვერპლი არა მხოლოდ პოლიტიკური სისტემისა, არამედ კულტურისა, რომელიც ამბობს, რომ სისუსტის ჩვენება არის სირცხვილი, რომ დახმარების თხოვნა არის უძლურება, რომ დასვენება არის ზარმაცობა. დოქტორი თამაზ ხაზს უსვამს, რომ ეს კულტურა ჯერ კიდევ არსებობს დღეს და ის ჯერ კიდევ ანადგურებს ადამიანებს. დღეს 30 წლის შემდეგ დოქტორი თამაზ ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს ფაცაციაზე. მე ხშირად ვფიქრობ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო. განსხვავებული, ამბობს ის. რა მოხდებოდა, რომ ფაცაცია მოისმინა ჩემი რჩევები? რა მოხდებოდა, რომ ის წასულიყო საავადმყოფოში, როდესაც მე ვურჩიე? რა მოხდებოდა, რომ ის დაეტოვებინა თავისი პოზიცია ადრე, როდესაც მისი სხეული ჯერ კიდევ შეეძლო აღდგენა? მაგრამ ის არ გააკეთა. და შედეგი იყო ტრაგედია. ტრაგედია არა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის, რომელიც დაკარგა ადამიანი, რომელიც, მიუხედავად ყველა მისი შეცდომისა, ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მას ჰგონია, რომ იყო სწორი. როგორ შეიძლება ვიცხოვროთ ცოდნით, რომ ადამიანი, რომელიც ხელმოწერდა დოკუმენტებს, რომლებმაც შექმნა ოლიგარქები და გაანადგურა მილიონები, თავად იყო მსხვერპლი სისტემისა, რომელიც იყო უფრო ძლიერი მასზე, მსხვერპლი კულტურისა, რომელიც არ აძლევდა მას უფლებას სისუსტის ჩვენებისა, მსხვერპლი საკუთარი სხეულისა, რომელიც ვეღარ უძლებდა იმ წონას, რომელსაც ის ატარებდა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ოთარ ფაცაციას შესახებ, ყოველი საიდუმლო შეხვედრა, ყოველი ხელმოწერილი დოკუმენტი, ყოველი დამალული გარიგება, ყოველი საიდუმლო ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა ტექნიკური კრედიტების სისტემას. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იცით არა მხოლოდ სახელები და თანხები, არამედ ადგილები, სადაც ინახებოდა დოკუმენტები, ადგილები, სადაც ხდებოდა საიდუმლო შეხვედრები, ადგილები, რომლებიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ რუკაზე, არც ერთ სამთავრობო ჩანაწერში. 1993 წლის ივნისში, როდესაც კრედიტების მაფია იყო თავის პიკზე, ფაცაციას გუნდმა შექმნა საიდუმლო ქსელი საიდუმლო ოფისებისა, დამალული სეიფებისა და საიდუმლო გასასვლელებისა, რომლებიც აკავშირებდა სამთავრობო შენობას ეროვნულ ბანკთან და კერძო ბიზნეს ცენტრებთან. ვინ ააშენა ეს საიდუმლო ინფრასტრუქტურა? სად მიდიოდა ეს გასასვლელები? და რატომ ფაცაციას გადადგომის ბოლო დღეებში მისი უახლოესი თანაშემწეები ამოწმებდნენ ამ საიდუმლო მარშრუტებს ყოველ ღამე, თითქოს ემზადებოდნენ რაღაცისთვის, რაც არასოდეს მოხდა? ზურაბი, რომელიც იმ დროს იყო უსაფრთხოების უფროსი სამთავრობო შენობაში, საუბრობს პირველად იმ საიდუმლო ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც შეიქმნა 1992 წლიდან 1994 წლამდე. ყველაფერი დაიწყო 1992 წლის დეკემბერში, როდესაც ფაცაცია მხოლოდ რაც დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად იხსენებს ზურაბ და მისი ხმაოსებს შფოთვის ელემენტებით, თითქოს ის ჯერ კიდევ ეშინია იმისა, რასაც ამბობს. პირველი ინსტრუქცია, რომელიც მე მივიღე, იყო უცნაური. მე უნდა მომეწყო საიდუმლო ოფისი სამთავრობო შენობის სარდაფში, ოფისი, რომელიც არ იქნებოდა მითითებული არც ერთ ოფიციალურ გეგმაზე, ოფისი, რომელზეც ვდომა ექნებოდა მხოლოდ 5 ადამიანს მთელ შენობაში. ზურაბი ამბობს, რომ ის არ ესვა კითხვები, ის უბრალოდ შეასრულა ბრძანება, რადგან ის იცოდა, რომ კითხვების დასმა იმ დროს იყო საშიში. ეს საიდუმლო ოფისი, ზურაბის სიტყვებით, იყო არა უბრალოდ ოთახი, ეს იყო მთელი სისტემა. ოფისი მდებარეობდა სამთავრობო შენობის სარდაფის ყველაზე ღრმა ნაწილში, იქ, სადაც ჩვეულებრივ ინახებოდა ძველი არქივები და დავიწყებული დოკუმენტები, იხსენებს ზურაბი. მაგრამ ჩვენ გავწმინდეთ ერთი დიდი ოთახი, დაახლოებით 40 კვადრატული მეტრის ფართობის და ჩავაყენეთ იქ ყველაფერი, რაც საჭირო იყო, მაგიდები, სკამები, სეიფები, ტელეფონის ხაზები და ყველაზე მნიშვნელოვანი, საიდუმლო გასასვლელი, რომელიც აკავშირებდა ამ ოფისს გარე სამყაროსთან. ზურაბი ხაზს უსვამს, რომ ეს გასასვლელი არ იყო ჩვეულებრივი კარი, ეს იყო გვირაბი, ძველი საბჭოთა დროის გვირაბი, რომელიც აშენდა 1957 წელს და რომელიც თავდაპირველად გამოიყენებოდა როგორც ევაკუაციის მარშრუტი ომის შემთხვევაში. ეს გვირაბი იყო დაახლოებით 200 მეტრის სიგრძის და ის აკავშირებდა სამთავრობო შენობას ერთ ძველ შენობასთან, რომელიც მდებარეობდა მეორე ქუჩაზე, ამბობს ზურაბი. მაგრამ ის, რასაც არავინ არ იცოდა, იყო ის, რომ ეს ძველი შენობა იყო კერძო საკუთრებაში, ის ეკუთვნოდა ერთ-ერთ იმ ადამიანს, რომელიც იყო ყველაზე დიდი მოსარგებლე ტექნიკური კრედიტების სისტემისა. ზურაბი უარს ამბობს სახელის გამჟღავნებაზე, მაგრამ ის ამბობს, რომ ეს ადამიანი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იმ დროს, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები ყველა დონეზე, პოლიტიკაში, ბიზნესში, კრიმინალურ სამყაროში. წარმოიდგინეთ სცენა. ღამის 2 საათზე, როდესაც მთელი თბილისი იძინებს, ერთი ადამიანი შედის სამთავრობო შენობაში მთავარი შესასვლელიდან, აჩვენებს თავის პროპუსკს უსაფრთხოების თანამშრომელს, ავალიფტით მე-4 სართულზე, სადაც ფაცაციას ოფისი მდებარეობს, ატარებს ჩანთას, სავსე დოკუმენტებით. მაგრამ ეს ადამიანი არ რჩება ფაცაციას ოფისში, ის ჩადის სპეციალურ ლიფტში, რომელიც მიდის პირდაპირ სარდაფში, შედის იმ საიდუმლო ოფისში, ხვდება იქ სხვა 2 ადამიანს, რომლებიც უკვე ელოდებიან მას, და ისინი ატარებენ საიდუმლო შეხვედრას, რომელზეც არავინ არ იცის, შეხვედრას, რომელიც არ ჩაწერილა არც ერთ ოფიციალურ ჟურნალში. და შემდეგ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ეს ადამიანი არ ბრუნდება იმავე გზით, ის შედის იმ საიდუმლო გვირაბში, გადის 200 მეტრს სრული სიბნელეში, გამოდის იმ ძველ შენობაში მეორე ქუჩაზე და ტოვებს შენობას როგორც ჩვეულებრივი ვიზიტორი, რომელიც უბრალოდ სტუმრობდა ვიღაცას. ზურაბი ამბობს, რომ ასეთი შეხვედრები ხდებოდა დაახლოებით 2 კვირაში 1993 წლის განმავლობაში. მე ვიცოდი, როდის ხდებოდა ეს შეხვედრები, რადგან მე უნდა მომემზადებინა ყველაფერი, უნდა დამერწმუნებინა, რომ გვირაბი იყო გასუფთავებული, რომ ელექტროობა მუშაობდა, რომ არავინ არ იყო ახლოს იმ ადგილებთან, იხსენებს ზურაბი. მაგრამ მე არასოდეს არ ვიცოდი, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც დადიოდნენ იმ გვირაბში, რაზე საუბრობდნენ ისინი იმ საიდუმლო ოფისში. მე მხოლოდ ვიცოდი, რომ ეს იყო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რაღაც, რაც არ უნდა ყოფილიყო ცნობილი საჯაროდ. მაგრამ ყველაზე საინტერესო დეტალი, რომელსაც ზურაბი იხსენებს, არის ის, რაც მოხდა 1994 წლის იანვარში, მხოლოდ რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე ფაცაცია გადადგებოდა.
ერთ ღამეს დაახლოებით 2 საათზე მე დავინახე რაღაც უცნაური, იხსენებს ზურაბი და მისი ხმა ხდება უფრო ჩუმი, თითქოს ისე შინია, რომ ვიღაც შეიძლება მოისმინოს. მე ვიყავი ჩემს პოსტზე პირველ სართულზე და მე დავინახე ჯგუფი ადამიანებისა, დაახლოებით 5 ან 6 ადამიანი, რომლებიც შევიდნენ შენობაში და მიემართნენ პირდაპირ სარდაფისკენ. ისინი ატარებდნენ დიდ ყუთებს, ძალიან მძიმე ყუთებს და ისინი იყვნენ ძალიან ფრთხილად, თითქოს ეს ყუთები შეიცავდა რაღაც ძალიან ღირებულს. ზურაბი ამბობს, რომ ის ცდილობდა დაენახა, რა იყო იმ ყუთებში, მაგრამ ადამიანებმა სწრაფად გაიარეს და შევიდნენ იმ საიდუმლო ოფისში. მე დავრჩი ჩემს პოსტზე და ველოდებოდი, რომ დამენახა, როდის გამოვიდოდნენ ისინი, გრძელდება ზურაბის ამბავი. მაგრამ ისინი არ გამოვიდნენ იმავე გზით, ისინი გამოვიდნენ გვირაბით. მე ვიცოდი ეს, რადგან მე ჰქონდა სპეციალური სიგნალიზაცია, რომელიც მაცნობებდა, როდესაც ვიღაც იყენებდა გვირაბს. და დაახლოებით 20 წუთის შემდეგ სიგნალიზაცია გამოირთო, ეს ნიშნავდა, რომ ვიღაც გაიარა გვირაბი და გამოვიდა მეორე მხარეს. ზურაბი ხაზს უსვამს, რომ ის არასოდეს გაიგო, რა იყო იმ ყუთებში, მაგრამ მას აქვს თეორია, რომელიც თუ სიმართლეა, ხსნის ბევრს იმის შესახებ, რაც მოხდა შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ის ყუთები შეიცავდა დოკუმენტებს, რომლებიც იყო ძალიან საშიში, ძალიან კომპრომეტირებული, ამბობს ზურაბი. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ის დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა ყველა გარიგებას, ყველა კრედიტს, ყველა სახელს, დოკუმენტები, რომლებიც თუ ისინი გამოჩნდებოდა საჯაროდ განადგურებდა არა მხოლოდ ფაცაციას, არამედ ათობით სხვა ძალიან ძლიერ ადამიანს. და მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები გადაწყვიტეს, რომ ეს დოკუმენტები უნდა გაქრეს, უნდა გადატანილიყო საიდუმლო ადგილზე, სადაც არავინ ვერასოდეს იპოვიდა მათ. ზურაბი ჩერდება, შემდეგ ამატებს, და თუ ეს სიმართლეა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ სადღაც შესაძლოა იმ ძველ შენობაში, შესაძლოა სხვა საიდუმლო ადგილზე, ჯერ კიდევ არსებობს ის დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცით კრედიტების მაფიის შესახებ. დღეს, 30 წლის შემდეგ, ზურაბ ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ხშირად ფიქრობს იმ საიდუმლო გვირაბზე, იმ საიდუმლო ოფისზე, იმ საიდუმლო შეხვედრებზე. მე ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ მე მქონოდა მეტი სიმამაცე იმ დროს, ამბობს ის. რა მოხდებოდა, რომ მე შემესვლა იმ საიდუმლო ოფისში, როდესაც ის ადამიანები ატარებდნენ შეხვედრას? რა მოხდებოდა, რომ მე გამეხსნა ერთ-ერთი იმ ყუთებისა და დამენახა, რა იყო შიგნით? მაგრამ მე არ გავბედე. და ახლა 30 წლის შემდეგ მე ვცხოვრობ ცოდნით, რომ მე ვიყავი მოწმე რაღაცისა, რაც შეიძლება იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, მაგრამ მე ვერასოდეს გავიგე სრული სიმართლე. რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენ იცი ადგილის, სადაც შეიძლება იყოს დამალული სიმართლე, მაგრამ შენ არ გაქვს სიმამაცე ან ძალა, რომ წახვიდე და იპოვო ის. უშიშროების სამსახურმა ოთარ ფაცაციას ინახავდა დოსიეები სპეციალური კოდით 0544 დოსიეები იმდენად საიდუმლო, რომ არსებობდა მხოლოდ 3 ასლი მთელ ქვეყანაში და ყოველ ასლს ჰქონდა თავისი დამცველი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ ეს დოკუმენტები არასოდეს გაქრეს, არასოდეს დაზიანებულიყო, არასოდეს ჩავარდნა არასწორ ხელებში. ამ დოსიეებში იყო ინფორმაცია ფაცაციას ნამდვილი ჯანმრთელობის შესახებ, მისი საიდუმლო შეხვედრების შესახებ, მისი ოჯახის ფინანსური გარიგებების შესახებ და რაღაც ბევრად უფრო შოკისმომგვრელი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყო დაკავშირებული ფაცაციას უახლოესი წრე, კრედიტების მაფიასთან როგორ იყენებდნენ ისინი თავიანთ პოზიციებს პირადი გამდიდრებისთვის და როგორ ფარავდნენ ისინი ერთმანეთს, როდესაც რაიმე საშიში ხდებოდა. რატომ ეს დოსიეები განადგურდა სწორედ ფაცაციას გარდაცვალების დღეს? ვინ გასცა ბრძანება მათი განადგურებისთვის? და რატომ 30 წლის შემდეგ ადამიანები, რომლებმაც იციან ამ დოსიეების შინაარსი, ჯერ კიდევ ინახავენ დუმილს, თითქოს ისინი ეშინიათ რაღაცისა, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ისინი ისაუბრებენ. ნათიას, რომელიც იმ დროს მუშაობდა როგორც არქივარიუსი უშიშროების სამსახურში, საუბრობს პირველად იმ დოსიეების შესახებ, რომლებიც იყო მარკირებული კოდით 0544. პირველად მე დავინახე ეს დოსიეები 1993 წლის მარტში, იხსენებს ნათია და მისი ხმა ავსებს შფოთვის ელემენტებით. მე დავიბარე სპეციალურ ოთახში, სადაც ინახებოდა ყველაზე საიდუმლო დოკუმენტები და მითხრეს, რომ მე უნდა მომეწყო ახალი დოსიე, რომელიც იქნებოდა ყველაზე საიდუმლო დოსიე მთელ არქივში. ნათია ამბობს, რომ მას მიეცა ინსტრუქცია, რომელიც იყო ძალიან მკაფიო და ძალიან საშიში. ეს დოსიე უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი მხოლოდ 3 ადამიანისთვის მთელ ქვეყანაში და თუ ვინმე სხვა ცდილობდა წვდომას, ნათია უნდა დაუყოვნებლივ ეცნობებინა თავის უფროსს. პირველი დოკუმენტი, რომელიც მე ჩავდე ამ დოსიეში, იყო სამედიცინო ანგარიში ფაცაციას ჯანმრთელობის შესახებ, იხსენებს ნათია.
ეს ანგარიში იყო დაწერილი მისი პირადი ექიმის მიერ და ის შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც არასოდეს გამოჩენილა არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ფაცაციას ჰქონდა ქრონიკული მაღალი წნევა, რომ ის იღებდა ძლიერ მედიკამენტებს ყოველდღე, რომ მისი ჯანმრთელობა იყო ბევრად უარესი, ვიდრე ყველა ფიქრობდა. ნათია ხაზს უსვამს, რომ ეს ინფორმაცია იყო საიდუმლო, რადგან თუ ხალხი იცოდა, რომ ფაცაცია იყო ავად, ეს შეიძლებოდა შეეშალა მისი პოლიტიკური კარიერა. მაგრამ სამედიცინო ანგარიში იყო მხოლოდ დასაწყისი. ნათია ამბობს, რომ შემდეგ კვირებში და თვეებში მას დაემატა ათობით სხვა დოკუმენტი იმ დოსიეში, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა სრულ სურათს ფაცაციას ცხოვრებისა და მუშაობისა. იყო დოკუმენტები საიდუმლო შეხვედრების შესახებ, რომლებიც ფაცაცია ატარებდა უცხოელ ემისრებთან, იხსენებს ნათია. იყო დოკუმენტები ფინანსური გარიგებების შესახებ, რომლებიც მოიცავდა ფაცაციას ოჯახის წევრებს. იყო დოკუმენტები იმის შესახებ, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იღებდნენ ტექნიკურ კრედიტებს და რა კავშირები ჰქონდათ მათ ფაცაციასთან. ნათია ხაზს უსვამს, რომ ყოველი ახალი დოკუმენტი, რომელიც ის ამატებდა დოსიეში, აჩვენებდა უფრო და უფრო რთულ სურათს სისტემისა, რომელიც იყო აგებული კორუფციაზე, ნეპოტიზმზე და საიდუმლო გარიგებებზე. მაგრამ ყველაზე შოკისმომგვრელი დოკუმენტი, რომელიც მეოდესმე დავინახე იმ დოსიეში, იყო დოკუმენტი, რომელიც დაემატა 1993 წლის ნოემბერში, გრძელდება ნათიას ამბავი და მისი ხმა ხდება უფრო ჩუმი, თითქოს ის ეშინია, რომ ვიღაც შეიძლება მოისმინოს. ეს დოკუმენტი იყო ანგარიში უშიშროების სამსახურის აგენტის მიერ, რომელიც აკვირდებოდა ფაცაციას უახლოეს თანაშემწეს იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ლევან. ამ ანგარიშში იყო დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ლევანი იყენებდა თავის პოზიციას, რომ მიეღო ინფორმაცია ტექნიკური კრედიტების შესახებ, როგორ ის გამოიყენებდა ამ ინფორმაციას საკუთარი გამდიდრებისთვის და როგორ ის ფარავდა თავის კვალს, რომ არავინ გაეგო რა აკეთებდა ის. ნათია ამბობს, რომ როდესაც მან წაიკითხა ეს დოკუმენტი, მან გააცნობიერა, რომ ფაცაცია იყო გარშემორტყმული ადამიანებით, რომლებიც იყენებდნენ მას, რომლებიც ატყუებდნენ მას, რომლებიც ამდიდრებდნენ საკუთარ თავს მისი ხელმოწერების წყალობით. მე ვიფიქრე, რომ ეს დოკუმენტი უნდა ეჩვენებინა ფაცაციას, იხსენებს ნათია. მე ვიფიქრე, რომ ის უნდა იცოდა, რომ მისი ყველაზე ახლო თანაშემწე ატყუებდა მას. მაგრამ მე არ ვიყავი ის ადამიანი, რომელსაც ჰქონდა უფლება ამის გაკეთების, მე ვიყავი მხოლოდ არქივარიუსი, ადამიანი, რომელიც ინახავდა დოკუმენტებს, არა ადამიანი, რომელიც იღებდა გადაწყვეტილებებს. ნათია ამბობს, რომ მან დაუყოვნებლივ აცნობა თავის უფროსს ამ დოკუმენტის შესახებ, მაგრამ მისი უფროსი უბრალოდ თქვა, ჩადე ეს დოკუმენტი დოსიეში და დაივიწყე, რომ შენ ოდესმე დაინახე ის. ეს იყო მომენტი, როდესაც ნათიამ გააცნობიერა, რომ ის იყო ნაწილი რაღაცისა, რაც იყო ბევრად უფრო დიდი და ბევრად უფრო საშიში, ვიდრე ის ოდესმე წარმოიდგენდა. შემდეგი რამდენიმე თვის განმავლობაში ნათია ამბობს, რომ მან დაამატა კიდევ ათობით დოკუმენტი იმ დოსიეში, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა, როგორ კრედიტების მაფია მუშაობდა, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები, რამდენი ფული გადავიდა ერთი ხელიდან მეორეში და რა როლს თამაშობდა ფაცაცია ამ ყველაფერში. ყოველი ახალი დოკუმენტი იყო როგორც ახალი ნაწილი თავსატეხში, იხსენებს ნათია. და როდესაც მე ვუყურებდი მთელ დოსიეს, მე ვხედავდი სრულ სურათს სისტემისა, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ გაემდიდრებინა რამდენიმე ათეული ადამიანი ხარჯზე მილიონებისა. ნათია ხაზს უსვამს, რომ ეს დოსიე იყო ყველაზე სრული და ყველაზე დამამტკიცებელი მტკიცებულება კრედიტების მაფიის შესახებ, რაც ოდესმე არსებობდა. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. 1995 წლის თებერვალში იმ დღეს, როდესაც ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა, ნათია მიიღო ზარი თავისი უფროსისგან. ის მითხრა, შენ უნდა მოხვიდე არქივში და უყოვნებლივ და მოიტანო დოსიე 0544, იხსენებს ნათია და მისი ხმა კანკალებს, როდესაც ის იხსენებს იმ მომენტს. მე ვიცოდი, რომ რაღაც არ იყო რიგზე. მე ვიცოდი, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი თხოვნა. მაგრამ მე არ შემეძლო უარის თქმა, მე უნდა მესრულებინა ბრძანება. ნათია ამბობს, რომ მან წავიდა არქივში, აიღო დოსიე და მიაქვს თავის უფროსს. და შემდეგ მისი უფროსი გააკეთა რაღაც, რაც ნათია არასოდეს დაივიწყებს. ის აიღო დოსიე, გახსნა მას და დაიწყო დოკუმენტების ამოღება ერთი-ერთის მიყოლებით, იხსენებს ნათია. ის არ კითხულობდა მათ, ის არ უყურებდა მათ, ის უბრალოდ იღებდა ყოველ დოკუმენტს და აგდებდა მას სპეციალურ მანქანაში, რომელიც ანადგურებდა ქაღალდს. მე ვუყურებდი ამას და ვერ ვიტყოდი არაფერს, მე ვიყავი შოკში, მე ვიყავი განადგურებული. ეს იყო ათობით დოკუმენტი, ასობით გვერდი, წლების მუშაობა და ყველაფერი ანადგურდებოდა ჩემს თვალწინ. ნათია ამბობს, რომ მან ცადა ჰკითხა თავის უფროსს, რატომ ის აკეთებდა ამას, მაგრამ მისი უფროსი უბრალოდ თქვა, ეს არის ბრძანება ზემოდან.
ჩვენ უნდა განვადგუროთ ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ფაცაციასთან. ეს არის უსაფრთხოების საკითხი. მაგრამ ნათია ამბობს, რომ მან გააკეთა რაღაც, რაც შეიძლება ყოფილიყო ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისი ცხოვრებაში. როდესაც ჩემი უფროსი არ უყურებდა, მე აღვიღე რამდენიმე დოკუმენტი იმ დოსიიდან და ჩავდე ჩემს ჩანთაში, იხსენებს ნათია და მისი ხმა ავსებს შიშის ელემენტებით. მე ვიცოდი, რომ ეს იყო საშიში, მე ვიცოდი, რომ თუ ვინმე გაიგებდა, მე შეიძლება დამისაჯონ. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ეს დოკუმენტები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ განადგურებულიყო. მე ვფიქრობდი, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ეს დოკუმენტები შეიძლება დაეხმარა ვიღაცას გაიგო სიმართლე. ნათია ამბობს, რომ მან გადაარჩინა დაახლოებით 15 დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა კონკრეტულ სახელებს, კონკრეტულ თანხებს, კონკრეტულ გარიგებებს. დღეს, 30 წლის შემდეგ, ნათიას ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ინახავს იმ დოკუმენტებს, ინახავს მათ საიდუმლო ადგილზე, სადაც არავინ ვერასოდეს იპოვის მათ. მე ხშირად ვფიქრობ, უნდა გავამჟღავნო თუ არა ეს დოკუმენტები, ამბობს ნათია. მე ვიცი, რომ ისინი შეიძლება შეცვალოს ყველაფერი, რასაც ხალხი იცის კრედიტების მაფიის შესახებ. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს შეიძლება იყოს საშიში ჩემთვის, საშიში ჩემი ოჯახისთვის. ის ადამიანები, რომლებიც დასახელებულნი არიან ამ დოკუმენტებში, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ არის ძალიან ძლიერი, ძალიან გავლენიანი. და მე არ ვიცი, რას გააკეთებდნენ ისინი, თუ ისინი გაიგებდნენ, რომ მე მაქვს ეს დოკუმენტები. ნათია ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ ერთი რამ მე ვიცი, ეს დოკუმენტები არის მტკიცებულება იმისა, რაც ნამდვილად მოხდა, მტკიცებულება, რომელიც არ უნდა დაკარგულიყო. და შესაძლოა ერთ დღეს, როდესაც დრო იქნება სწორი, მე გავამჟღავნებ მათ. მაგრამ ეს დღე ჯერ არ მოსულა. რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენ ხელში გაქვს დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება შეცვალოს ისტორია, მაგრამ შენ არ გაქვს სიმამაცი ან ძალა, რომ გამოიტანო ისინი სინათლეზე? რა შეიძლება იყოს უფრო სამწუხარო, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ სიმართლე არის დამალული, მაგრამ ის რჩება დამალული, რადგან ადამიანები ეშინიათ იმისა, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ისინი ისაუბრებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ოთარ ფაცაციას შესახებ, და თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, დარჩეთ ერთგულები ადამიანისადმი, რომელიც გაძლევთ ძალაუფლებას, თუ გადაარჩინოთ საკუთარი თავი და თქვენი ოჯახი. 1994 წლის იანვარში ერთ-ერთმა ამ 12 ადამიანიდან გააკეთა არჩევანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი, არჩევანი, რომელიც იყო არა ერთგულება, არამედ გადარჩენა, არა პრინციპი, არამედ ინსტინქტი. ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენ დავარქმევთ გიორგი, იყო ფაცაციას ფინანსური მრჩეველი, ადამიანი, რომელიც იცოდა ყველა რიცხვი, ყველა თანხა, ყველა გარიგება. და როდესაც ის გააცნობიერა, რომ ფაცაციას სისტემა იშლებოდა, როდესაც ის გააცნობიერა, რომ ყველა, ვინც იყო დაკავშირებული კრედიტების მაფიასთან, შეიძლებოდა დაისაჯონ, ის გააკეთა რაღაც, რაც იყო ერთდროულად გონივრული და საშინელი, ის გახდა ინფორმატორი. გიორგი, რომელიც დღეს ცხოვრობს საზღვარგარეთ და თანახმა გახდა ისაუბროს მხოლოდ ანონიმურად, იხსენებს იმ მომენტს, როდესაც მან გადაწყვიტა, რომ ის აღარ შეეძლო დუმილი. იყო 1993 წლის დეკემბერი და მე ვიყავი ჩემს ოფისში, როდესაც მე მივიღე ზარი ადამიანისგან, რომელიც წარმოადგენდა საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციას, იხსენებს გიორგი და მისი ხმა ავსებს დაძაბულობის ელემენტებით. ეს ადამიანი მითხრა, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ხდებოდა მასშტაბური ფინანსური თაღლითობა და რომ ისინი აპირებდნენ გამოძიების დაწყებას. ის მითხრა, რომ თუ მე მოვიწვევდი თანამშრომლობას, თუ მე მივაწოდებდი ინფორმაციას, მაშინ მე შეიძლება გადამერჩინა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი. მაგრამ თუ მე უარს ვიტყოდი, მაშინ მე შეიძლება ჩავრთულიყავი გამოძიებაში როგორც თანამონაწილე. გიორგი ამბობს, რომ ის იყო შოკში. მე არასოდეს არ მიფიქრია, რომ ერთ დღეს მე მოვექცევი ასეთ სიტუაციაში, ამბობს ის. მე ვიყავი ერთგული ფაცაციას, მე ვიყავი ერთგული სისტემას. მაგრამ იმ მომენტში, როდესაც მე მოვისმინე ის სიტყვები, მე გავიგე, რომ ერთგულება აღარ იყო საკმარისი. მე უნდა ავერჩია, ან მე დავრჩებოდი ერთგული და შეიძლება დამისაჯონ, ან მე გავხდებოდი ინფორმატორი და შეიძლება გადამერჩინა ჩემი თავი. გიორგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა მას, რომ გაეღალატებინა ადამიანები, რომლებთანაც ის მუშაობდა, ადამიანები, რომლებსაც ის იცნობდა, ადამიანები, რომლებსაც ის ენდობოდა. მაგრამ გიორგი გააკეთა თავისი არჩევანი. მე გადავწყვიტე, რომ მე უნდა გადამერჩინა ჩემი ოჯახი, ამბობს ის. მე ჰქონდა ცოლი, მე ჰქონდა 2 პატარა შვილი. მე არ შემეძლო დავარისკო მათი მომავალი იმის გამო, რომ მე ვიყავი ერთგული სისტემას, რომელიც, როგორც მე ვიცოდი, იყო კორუმპირებული და უსამართლო.
გიორგი ამბობს, რომ მან დაუკავშირდა იმ ადამიანს და თქვა, რომ ის მზად იყო თანამშრომლობისთვის. და შემდეგ დაიწყო პროცესი, რომელიც გაგრძელდა რამდენიმე თვე. პროცესი, რომლის განმავლობაში გიორგი აწვდიდა დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ მუშაობდა კრედიტების მაფია, ვინ იყვნენ მთავარი მოთამაშეები, რამდენი ფული გადავიდა ერთი ხელიდან მეორეში. მე მივაწოდე დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა კონკრეტულ გარიგებებს იხსენებს გიორგი. მე მივაწოდე სახელები ადამიანებისა, რომლებმაც მიიღეს ტექნიკური კრედიტების და რა გააკეთეს ამ ფულით. მე მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ ფაცაციას უახლოესი თანაშემწეები იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს პირადი გამდიდრებისთვის. მე მივაწოდე ყველაფერი, რაც მე ვიცოდი. გიორგი ხაზს უსვამს, რომ ეს იყო ძალიან რთული პროცესი, ძალიან რთული ემოციურად, ძალიან რთული ფსიქოლოგიურად. ყოველ ჯერზე, როდესაც მე ვაწვდიდი ინფორმაციას, მე ვგრძნობდი, რომ მე ვღალატობდი ადამიანებს, რომლებთანაც მე ვმუშაობდი, ამბობს ის. მაგრამ მე ასევე ვიცოდი, რომ ეს იყო სწორი საქმე ჩემი ოჯახისთვის, სწორი საქმე ჩემი ქვეყნისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი გიორგის ამბავისა არის ის, რაც მოხდა შემდეგ. 1994 წლის იანვარში მე მივიღე ზარი იმ ადამიანისგან, რომელთანაც მე ვთანამშრომლობდი, იხსენებს გიორგი. ის მითხრა, რომ ინფორმაცია, რომელიც მე მივაწოდე, იყო ძალიან ღირებული, მაგრამ რომ ისინი საჭიროებდნენ კიდევ რაღაცას, ისინი საჭიროებდნენ პირდაპირ მტკიცებულებას, პირდაპირ კავშირს ფაცაციასა და კრედიტების მაფიას შორის. ის მითხრა, რომ თუ მე შემეძლო მიმეწოდებინა ეს მტკიცებულება, მაშინ ისინი შეეძლოთ დაეწყოთ ოფიციალური გამოძიება. გიორგი ამბობს, რომ ის იცოდა, სად იყო ეს მტკიცებულება, ის იცოდა, რომ ფაცაციას ოფისში, მის პირად სეიფში, ინახებოდა დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა მის პირდაპირ ჩართულობას კრედიტების მაფიაში. მაგრამ როგორ შემეძლო მიმეღო ეს დოკუმენტები, ამბობს გიორგი. მე არ ჰქონდა წვდომა ფაცაციას სეიფზე. მე არ ვიცოდი კოდი. მაგრამ მე ვიცოდი ადამიანი, რომელსაც ჰქონდა წვდომა, ის იყო ფაცაციას მდივანი, ქალი, რომელსაც დავარქმევ ნინო. მე ვიცოდი, რომ ნინო იყო უკმაყოფილო თავისი სამუშაოთ, რომ ის გრძნობდა, რომ ის არ იყო დაფასებული, რომ ის არ იყო გადახდილი საკმარისად. და მე გადავწყვიტე, რომ მე შევეცდებოდი დაერწმუნებინა ის, რომ დამეხმარა. გიორგი ამბობს, რომ მან დაუკავშირდა ნინოს და უთხრა მას, რომ ის მუშაობდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც აპირებდა გამოძიების დაწყებას კრედიტების მაფიის შესახებ, და რომ თუ ნინო დაეხმარებოდა, მაშინ ის შეიძლებოდა დაცულიყო და შეიძლებოდა მიეღო კომპენსაცია. ნინო იყო შეშფოთებული, ის იყო შეშინებული, იხსენებს გიორგი. მაგრამ ის ასევე იყო გაბრაზებული იმის გამო, რომ ის მუშაობდა ფაცაციასთან წლების განმავლობაში, მაგრამ არასოდეს მიიღო აღიარება, არასოდეს მიიღო დაწინაურება. და ბოლოს ის დათანხმდა. ის თქვა, რომ ის დამეხმარებოდა, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ მე დავპირდებოდი, რომ ის იქნებოდა დაცული. გიორგი ამბობს, რომ მან დაპირდა და რამდენიმე დღის შემდეგ ნინომ მოიტანა დოკუმენტები, რომლებიც იყო ფაცაციას პირად სეიფში, დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებდა მის პირდაპირ ჩართულობას კრედიტების მაფიაში, დოკუმენტები, რომლებიც იყო ის მტკიცებულება, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია საჭიროებდა. როდესაც მე მივიღე ეს დოკუმენტები, მე ვიცოდი, რომ ეს იყო გადამწყვეტი მომენტი, ამბობს გიორგი. მე ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტები შეიძლებოდა შეეცვალა ყველაფერი, შეიძლებოდა დაეწყო ოფიციალური გამოძიება, შეიძლებოდა დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ პასუხისმგებელნი კრედიტების მაფიაზე. გიორგი ამბობს, რომ მან დაუყოვნებლივ გადასცა ეს დოკუმენტები იმ ადამიანს, რომელთანაც ის თანამშრომლობდა. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რაც გიორგი არასოდეს წარმოიდგენდა. რამდენიმე კვირის შემდეგ მე მივიღე ზარი, რომელიც მეუბნებოდა, რომ ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან, იხსენებს გიორგი. მე ვიფიქრე, რომ ეს იყო შედეგი იმ ინფორმაციისა, რომელიც მე მივაწოდე, შედეგი იმ დოკუმენტებისა, რომლებიც მე გადავეცი. მაგრამ შემდეგ მე გავიგე, რომ არანაირი ოფიციალური გამოძიება არ დაწყებულა, რომ არანაირი ადამიანი არ დაისაჯა, რომ ყველაფერი უბრალოდ გაქრა, ფაცაცია გადადგა, სისტემა დაიშალა, მაგრამ არავინ არ დაისაჯა. გიორგი ამბობს, რომ ის იყო განადგურებული. მე ვიფიქრე, რომ მე ვაკეთებდი სწორ საქმეს, მე ვიფიქრე, რომ მე ვეხმარებოდი სამართლიანობას. მაგრამ ბოლოს არაფერი არ შეცვლილა. ის ადამიანები, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი კრედიტების მაფიის წყალობით, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს. და მე, რომელმაც გავღალატე ისინი, მე ვცხოვრობ საზღვარგარეთ, ვმალავ ჩემს ვინაობას, ვეშინია იმისა, რაც შეიძლება მოხდეს, თუ ისინი გაიგებენ, რომ მე ვიყავი ინფორმატორი. დღეს 30 წლის შემდეგ გიორგი ცხოვრობს მშვიდად საზღვარგარეთ, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ატარებს ამ გადაწყვეტილების წონას.
მე ხშირად ვფიქრობ, სწორი იყო თუ არა ჩემი გადაწყვეტილება, ამბობს ის. მე ვღალატე ადამიანებს, რომლებთანაც მე ვმუშაობდი, მაგრამ ბოლოს არაფერი არ შეცვლილა. შეიძლება იყო უკეთესი, რომ მე დამერჩა ერთგული. შეიძლება იყო უკეთესი, რომ მე არ გამხდარიყავი ინფორმატორი. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ თუ მე არ გამეკეთებინა ეს, მე შეიძლება დამისაჯონ, მე შეიძლება დამეკარგა ჩემი ოჯახი. ასე რომ მე ვცხოვრობ ამ ცოდნით იმისა, რომ მე გავაკეთე ის, რაც მე ვფიქრობდი, რომ იყო სწორი იმ მომენტში, მაგრამ ცოდნით იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ღირდა მას ბევრი, ღირდა მას ჩემი რეპუტაცია, ღირდა მას ჩემი სახლი, ღირდა მას ჩემი მშვიდობა. რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენ გაღალატე ადამიანები, რომლებთანაც შენ მუშაობდი, მაგრამ ბოლოს არაფერი არ შეცვლილა. რა შეიძლება იყოს უფრო სამწუხარო, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენ ცადე გაეკეთებინა სწორი საქმე, მაგრამ სისტემა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან კორუმპირებული, რომ შეცვლილიყო? და რა შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი კრედიტების მაფიის წყალობით, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს და ისინი ჯერ კიდევ არასოდეს დაისაჯნენ. პირველად 25 წლის განმავლობაში ადამიანი, რომელიც იყო პასუხისმგებელი ოთარ ფაცაციას პირადი ფინანსური ოპერაციების კოორდინაციაზე 1993 წლიდან 1994 წლამდე, თანახმა გახდა ისაუბროს კამერების წინაშე. ის, რასაც ის გვიამბობს ფაცაციას ბოლო კვირების შესახებ, შეცვლის ყველაფერს, რასაც თქვენ ფიქრობთ, რომ იცით ამ პერიოდის შესახებ. კერძო საუბრებიდან ოთარსა და მის ოჯახს შორის საიდუმლო შეხვედრებამდე უცხოელ ფინანსურ ექსპერტებთან, იმ მომენტამდე, როდესაც ფაცაციამ გააცნობიერა, რომ მთელი სისტემა იყო აგებული მის უკან, მაგრამ არა მისთვის, ეს არის ექსკლუზიური ჩვენება, რომელიც დაგიჭერთ სუნთქვას. ეს ადამიანი, რომელსაც დავარქმევთ ვახტანგ, რადგან ის ჯერ კიდევ ეშინია შურისძიების, ინახავდა პირად ჩანაწერებს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ყველა ფინანსური ოპერაცია, რომელიც გადიოდა ფაცაციას ხელმოწერით. დღეს პირველად ის გვიზიარებს ამ ჩანაწერებს და ავლენს სიმართლეს, რომელიც იყო დამალული 10 წლეულების განმავლობაში. ვახტანგ იწყებს თავის ამბავს 1993 წლის თებერვლიდან, როდესაც მას დაავალეს ფაცაციას ფინანსური ოპერაციების მონიტორინგი. პირველი შთაბეჭდილება იყო ქაოსი, იხსენებს ვახტანგი და მისი ხმაავსებს შფოთვის ელემენტებით, თითქოს ის ჯერ კიდევ ცხოვრობს იმ დღეების დაძაბულობაში. ყოველ დღე გადიოდა ათობით, ზოგჯერ ასობით მილიარდი კუპონი სხვადასხვა ხელებში და არავინ ნამდვილად არ აკონტროლებდა, სად მიდიოდა ეს ფული, ვინ იღებდა მას, რა ხდებოდა მასთან. ჩემი სამუშაო იყო უბრალოდ ჩავწერო ციფრები, დავადასტურო ოპერაციები, მაგრამ არავინ არასოდეს მკითხავდა, სწორი იყო თუ არა ეს ოპერაციები, ლეგიტიმური იყო თუ არა ისინი. ვახტანგი ამბობს, რომ პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში ის უბრალოდ ასრულებდა თავის სამუშაოს, არ სვამდა კითხვებს, არ ეჭვობდა არაფერში. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც აიძულა ვახტანგი, რომ დაეწყო კითხვების დასმა. იყო 1993 წლის მაისი და მე შევნიშნე ერთი უცნაური ტენდენცია, იხსენებს ვახტანგი. იყო ჯგუფი ადამიანებისა, დაახლოებით 15-დან 20-მდე ადამიანი, რომლებიც იღებდნენ კრედიტებს თითქმის ყოველ კვირას. ეს არ იყო ჩვეულებრივ, ადამიანი იღებდა კრედიტს ერთხელ, შესაძლოა ორჯერ წელიწადში. მაგრამ ეს ადამიანები იღებდნენ კრედიტებს ყოველ კვირას, ზოგჯერ ორჯერ კვირაში. და თანხები იყო უზარმაზარი, ყოველი კრედიტი იყო მინიმუმ 2 მილიარდი კუპონი, ზოგჯერ 5 მილიარდი, ზოგჯერ 10 მილიარდი. ვახტანგი ამბობს, რომ მან დაიწყო ამ ადამიანების კვლევა, არაოფიციალურად, არამედ პირადად, თავისი ცნობის მოყვარეობით. და ის, რაც ვახტანგმა აღმოაჩინა, იყო შოკის მომგვრელი. მე აღმოვაჩინე, რომ ყველა ეს ადამიანი იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, იხსენებს ვახტანგი, და მისი ხმა ხდება უფრო ჩუმი, თითქოს ის ეშინია, რომ ვიღაც შეიძლება მოისმინოს. ისინი იყვნენ ან ნათესავები, ან ბიზნეს პარტნიორები, ან ძველი მეგობრები. და ყველა მათგანი ჰქონდა ერთი საერთო კავშირი, ისინი ყველა იყვნენ დაკავშირებულები ფაცაციას უახლოეს წრესთან. ზოგი იყო ნათესავი ფაცაციას თანაშემწეების, ზოგი იყო ბიზნეს პარტნიორი ფაცაციას მრჩევლების, ზოგი იყო უბრალოდ ძველი მეგობარი ვიღაცისა, ვინც მუშაობდა ფაცაციასთან ახლოს. ვახტანგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო სისტემა, კარგად ორგანიზებული სისტემა, რომელიც იყო აგებული იმისთვის, რომ გადაეტანა სიმდიდრე სახელმწიფოდან კონკრეტული ჯგუფის ხელებში. მაგრამ ყველაზე შოკის მომგვრელი აღმოჩენა იყო ის, რაც ვახტანგმა აღმოაჩინა 1993 წლის სექტემბერში. მე ვაკვირდებოდი ერთ კონკრეტულ ოპერაციას, სადაც ერთმა კომპანიამ მიიღო კრედიტი 15 მილიარდი კუპონის ოდენობით, იხსენებს ვახტანგი.
ეს იყო უზარმაზარი თანხა, იმ დროს 15 მილიარდი კუპონი შეადგენდა დაახლოებით $1,500,000. მე გადავწყვიტე, რომ გამომეძიებინა, ვინ იყო ეს კომპანია, რას აპირებდა ის გააკეთოს ამ ფულით. და ის, რაც მე აღმოვაჩინე, იყო საშინელი. ვახტანგი ჩერდება, შემდეგ გრძელდება, ეს კომპანია არ არსებობდა. ის იყო ფიქტიური კომპანია, რეგისტრირებული მხოლოდ ქაღალდზე, არანაირი რეალური ოფისის, არანაირი რეალური თანამშრომლების, არანაირი რეალური ბიზნეს საქმიანობის გარეშე. მაგრამ ამ კომპანიამ მიიღო 15 მილიარდი კუპონი, გაცვალა ისინი დოლარებად და დოლარები გადავიდა საზღვარგარეთ უცხოურ ბანკში. ვახტანგი ამბობს, რომ მან დაიწყო სხვა მსგავსი ოპერაციების კვლევა და აღმოაჩინა, რომ ეს არ იყო იზოლირებული შემთხვევა. მე აღმოვაჩინე, რომ იყო ათობით ასეთი ფიქტიური კომპანია, რომლებიც იღებდნენ კრედიტებს, გაცვლიდნენ კუპონებს დოლარებად და გადარიცხავდნენ დოლარებს საზღვარგარეთ, იხსენებს ვახტანგი. და ყველა ამ ოპერაციას ჰქონდა ერთი საერთო ელემენტი, ყველა მათგანი იყო დამტკიცებული ფაცაციას ხელმოწერით. ფაცაციას ხელმოწერა იყო ის, რაც აკანონებდა ამ ოპერაციებს, რაც აძლევდა მათ ლეგიტიმურობას, რაც აძლევდა მათ შესაძლებლობას, რომ გადაეტანათ მილიარდები დოლარები საზღვარგარეთ. ვახტანგი ხაზს უსვამს, რომ ის არ იცის, იცოდა თუ არა ფაცაცია, რომ ეს კომპანიები იყო ფიქტიური, მაგრამ ის იცის, რომ ფაცაციას ხელმოწერა გახადა შესაძლებელი ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური თაღლითობა პოსტსაბჭოთა ისტორიაში. მაგრამ ვახტანგის ამბავი არ სრულდება აქ. 1993 წლის ნოემბერში მე გადავწყვიტე, რომ მე უნდა ვესაუბრე ფაცაციას, იხსენებს ვახტანგი. მე ვიცოდი, რომ ეს იყო საშიში, მე ვიცოდი, რომ ეს შეიძლებოდა დამეღირა ჩემი სამუშაო, შეიძლებოდა დამეღირა ჩემი უსაფრთხობა. მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ ფაცაციას უნდა იცოდა რა ხდებოდა, რომ ის უნდა გაეგო, რომ მისი ხელმოწერები იყენებოდა არა ქვეყნის განვითარებისთვის, არამედ ქვეყნის გაძარცვისთვის. ვახტანგი ამბობს, რომ მან მოითხოვა პირადი შეხვედრა ფაცაციასთან და მიეცა საათი, 1 საათი, რომელიც შეცვლიდა ყველაფერს. მე შევედი ფაცაციას ოფისში და დავინახე ადამიანი, რომელიც გამოიყურებოდა განადგურებულად, იხსენებს ვახტანგი. ის იჯდა თავის მაგიდასთან, გარშემორტყმული დოკუმენტებით და ის გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელიც არ ეძინა რამდენიმე დღე. მე დავიწყე ჩემი პრეზენტაცია, მე ვაჩვენე მას ციფრები, დოკუმენტები, მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ფიქტიური კომპანიები იღებდნენ კრედიტებს და გადარიცხავდნენ ფულს საზღვარგარეთ. მე ველოდი, რომ ფაცაცია იქნებოდა შოკირებული, რომ ის იქნებოდა გაბრაზებული, რომ ის დაუყოვნებლივ გამოიძიებდა ამას. ვახტანგი ჩერდება, შემდეგ გრძელდება ჩუმი ხმით, მაგრამ ფაცაციას რეაქცია არ იყო ის, რასაც მე ველოდი. ის უბრალოდ უყურებდა დოკუმენტებს, უყურებდა ციფრებს და შემდეგ ის თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება. ის თქვა, მე ვიცი ყველაფერი ამის შესახებ. მაგრამ რას შემიძლია გავაკეთო? მე ვარ მხოლოდ ერთი ადამიანი და ისინი არიან ბევრი. თუ მე შევეცდები შევაჩერო ეს, ისინი შემცვლიან მე ვიღაცით, ვინც არ დასვამს კითხვებს. ვახტანგი ამბობს, რომ იმ მომენტში მან გააცნობიერა სრული სიმართლე. ფაცაცია არ იყო მთავარი არქიტექტორი კრედიტების მაფიისა, ის იყო ინსტრუმენტი, ხელსაწყო, ადამიანი, რომელიც იყენებოდა სხვების მიერ, ამბობს ვახტანგი. ის იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ ის გრძნობდა, რომ ის იყო უძლური შეაჩეროს ეს. ის გრძნობდა, რომ ის იყო ტყვე სისტემისა, რომელიც იყო ბევრად უფრო ძლიერი მასზე. ვახტანგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ამართლებს ფაცაციას, ის მაინც აწერდა ხელს იმ დოკუმენტებზე, ის მაინც აკანონებდა იმ ოპერაციებს. მაგრამ ეს ხსნის, რატომ ის არ შეაჩერა ეს, რატომ ის არ იბრძოდა უფრო მეტად. შეხვედრის ბოლოს ფაცაციამ მითხრა რაღაც, რაც მე ჯერ კიდევ მახსოვს ყოველ დღეს, იხსენებს ვახტანგი. ის თქვა, ვახტანგ, შენ ახალგაზრდა ხარ, შენ გაქვს მთელი ცხოვრება წინ. ჩემი რჩევა შენთვის არის, წადი აქედან, წადი ამ სისტემიდან, სანამ ის არ განადგურებს შენს. მე უკვე ძალიან გვიანია, მაგრამ შენთვის ჯერ არ არის გვიან. და მე ვნახე მის თვალებში, ის იყო ადამიანი, რომელიც იცოდა, რომ მისი დრო ამოიწურებოდა, რომელიც იცოდა, რომ ის ვეღარ გააგრძელებდა ამას. ვახტანგი ამბობს, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან და ვახტანგმა მოისმინა ფაცაციას რჩევა, მან დატოვა სისტემა, წავიდა საზღვარგარეთ, დაიწყო ახალი ცხოვრება. დღეს, 30 წლის შემდეგ ვახტანგ ცხოვრობს მშვიდად საზღვარგარეთ, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს იმ დღეებზე, იმ ციფრებზე, იმ დოკუმენტებზე. მე ხშირად ვფიქრობ, რამდენი ფული გადავიდა საზღვარგარეთ იმ 2 წლის განმავლობაში, ამბობს ის. მე ვაკეთებდი გამოთვლებს დაახლოებით 200 მილიონიდან 300 მილიონ დოლარამდე. ეს იყო თანხა, რომელიც შეიძლებოდა აეშენებინა ათობით საავადმყოფო, ასობით სკოლა, 1000 ბინა.
მაგრამ ამის ნაცვლად ეს თანხა წავიდა კერძო ჯიბებში, საზღვარგარეთის ბანკებში, უძრავ ქონებაში ევროპაში და ამერიკაში. ვახტანგი ჩერდება შემდეგ ამატებს და ფაცაციას ხელმოწერა იყო ის, რაც გახადა ეს შესაძლებელი. ის იყო კარიბჭე, რომლითაც ეს ფული გავიდა ქვეყნიდან. და დღეს 30 წლის შემდეგ საქართველო ჯერ კიდევ იხდის ამის ფასს, იხდის ფასს იმ დაკარგული სიმდიდრისა, იმ დაკარგული შესაძლებლობებისა, იმ დაკარგული მომავლისა. რა შეიძლება იყოს უფრო ტრაგიკული, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ ერთი ადამიანის ხელმოწერამ შეცვალა მთელი ქვეყნის ბედი და ეს ადამიანი თავად იყო თქვა სისტემისა, რომელსაც ის ემსახურებოდა? წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ 12 ადამიანიდან, რომლებმაც იცოდნენ ყველაფერი ოთარ ფაცაციას შესახებ და თქვენ იცით არა მხოლოდ ფაქტები, არამედ სახელები, კონკრეტული სახელები ადამიანებისა, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი. კრედიტების მაფიის წყალობით კონკრეტული სახელები ადამიანებისა, რომლებმაც გამოიყენეს ფაცაცია, რომლებმაც მანიპულირება გაუკეთეს მას, რომლებმაც საბოლოოდ მიატოვეს ის, როდესაც ყველაფერი დაიშალა. 1994 წლის იანვარში ერთ-ერთმა ამ 12 ადამიანიდან შექმნა დოკუმენტი, რომელიც არასოდეს უნდა არსებულიყო, დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა სიას 15 სახელისა, 15 ადამიანისა, რომლებიც იყვნენ ყველაზე დიდი მოსარგებლეები კრედიტების მაფიისა, 15 ადამიანისა, რომლებიც გახდნენ მილიონერები ფაცაციას ხელმოწერების წყალობით. ეს დოკუმენტი არ იყო უბრალოდ სია, ეს იყო განაჩენი, ეს იყო მტკიცებულება, ეს იყო ის, რაც შეიძლებოდა განადგურებულიყო ყველა, ვინც იყო ჩართული ამ სისტემაში. როდესაც ფაცაციას უახლოესმა თანაშემწეებმა დაინახეს ეს სია, როდესაც მათ გააცნობიერეს, რომ მათი სახელები იყო იქ, ისინი გააკეთეს არჩევანი, რომელიც იყო არა ერთგულება, არამედ გადარჩენა, არა პრინციპი, არამედ ინსტინქტი. ისინი გადაწყვიტეს, რომ ფაცაცია უნდა წასულიყო და ისინი გააკეთეს ყველაფერი, რომ ეს მოხდა. თამარ, რომელიც იმ დროს მუშაობდა როგორც იურიდიული მრჩეველი ფაცაციას გუნდში, საუბრობს პირველად იმ საიდუმლო შეხვედრის შესახებ, რომელიც მოხდა 1993 წლის დეკემბერში, შეხვედრის, რომელზეც გადაწყდა ფაცაციას ბედი. იყო ღამის 11 საათი და მე დავიბარე საიდუმლო შეხვედრაზე იმ საიდუმლო ოფისში, რომელიც მდებარეობდა სამთავრობო შენობის სარდაფში, იხსენებს თამარი და მისი ხმაურობს შიშის ელემენტებით, თითქოს ის ჯერ კიდევ ეშინია იმისა, რასაც ის ამბობს. როდესაც მე მივედი, იქ უკვე იყო 6 ადამიანი, რომლებიც ყველა იყვნენ ფაცაციას უახლოესი თანაშემწეები, ადამიანები, რომლებსაც ფაცაცია ენდობოდა ყველაზე მეტად. მაგრამ იმ ღამით, ამ ოთახში ისინი არ იყვნენ ერთგული თანაშემწეები, ისინი იყვნენ შეშფოთებული კონსპირატორები, ადამიანები, რომლებიც ეშინოდათ თავიანთი მომავლისთვის. თამარი ამბობს, რომ შეხვედრა დაიწყო ერთ-ერთი ადამიანის მიერ, რომელსაც ის უწოდებს ლიდერს, ადამიანი, რომელიც იყო ყველაზე გავლენიანი ფაცაციას წრეში, ადამიანი, რომელსაც ჰქონდა ყველაზე მეტი კავშირები, ყველაზე მეტი ძალაუფლება. ლიდერმა თქვა, ჩვენ ყველამ ვიცით, რატომ ჩვენ აქ ვართ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიტუაცია გახდა კრიტიკული. ფაცაცია იწყებს კითხვების დასმას, ის იწყებს ეჭვის შეტანას, ის იწყებს გამოძიებას. და თუ ის გააგრძელებს ამას, ჩვენ ყველა ვიქნებით საფრთხეში, ჩვენ ყველა შეიძლება დავისაჯოთ, ჩვენ ყველა შეიძლება დავკარგოთ ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს, იხსენებს თამარი. და შემდეგ ლიდერმა თქვა რაღაც, რაც გააშოკა ყველა ოთახში, ჩვენ უნდა მოვაშოროთ ფაცაცია. ჩვენ უნდა აიძულოთ ის, რომ გადადგეს, სანამ ის არ განადგურებს ჩვენ ყველას. თამარი ამბობს, რომ იმ მომენტში ოთახში იყო სრული დუმილი. ყველა უყურებდა ლიდერს, ყველა ცდილობდა გაეგო, სერიოზულად თუ არა ის ამბობდა ამას, იხსენებს თამარი. და შემდეგ ერთ-ერთმა ადამიანმა კითხა, როგორ ჩვენ შეგვიძლია აიძულოთ ფაცაცია, რომ გადადგეს? ის არის სახელმწიფო მინისტრი, ის არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი ქვეყანაში. და ლიდერმა უპასუხა, ჩვენ გვაქვს ბერკეტი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება განადგურებს ფაცაციას, ინფორმაცია მისი ოჯახის ფინანსური გარიგებების შესახებ, ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ, ინფორმაცია მისი საიდუმლო შეხვედრების შესახებ. თუ ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამ ინფორმაციას, ფაცაცია იქნება განადგურებული. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, ჩვენ უბრალოდ გვინდა, რომ ის გადადგეს მშვიდად, ჩუმად და ჩვენ ყველა გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. თამარი ამბობს, რომ შემდეგ დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, როგორ უნდა მიახლოთ ფაცაციას, როგორ უნდა დაერწმუნებინათ ის, რომ გადადგომა იყო მისი ერთადერთი ვარიანტი. ზოგი ამბობდა, რომ უნდა ვესაუბროთ მას პირდაპირ, უნდა ვუჩვენოთ მას მტკიცებულებები და ვუთხრათ, ან შენ გადადგე, ან ჩვენ გამოვაქვეყნებთ ამას, იხსენებს თამარი. სხვები ამბობდნენ, რომ უნდა ვიყოთ უფრო ფრთხილად, უნდა გამოვიყენოთ შუამავლები, უნდა ვაჩვენოთ ფაცაციას, რომ გადადგომა იყო მისი საკუთარი ინტერესებისთვის, არა ჩვენი მუქარის გამო.
თამარი ხაზს უსვამს, რომ ბოლოს ისინი გადაწყვიტეს მეორე ვარიანტი, ისინი გადაწყვიტეს, რომ გამოეგზავნათ შუამავალი ადამიანი, რომელიც არ იყო პირდაპირ დაკავშირებული მათთან, მაგრამ რომელსაც ჰქონდა ავტორიტეტი და გავლენა. და ეს შუამავალი იყო ის უცნობი ვიზიტორი, რომელიც მოვიდა ფაცაციასთან 1994 წლის იანვარში, ამბობს თამარი და მისი ხმაავსებს დარწმუნებულობის ელემენტებით. ის იყო ადამიანი, რომელსაც ჰქონდა კავშირები საერთაშორისო ფინანსურ ორგანიზაციებთან, ადამიანი, რომელსაც შეეძლო ესაუბრა ფაცაციას როგორც თანასწორი, არა როგორც მუქარა. და ის ადამიანი მოიტანა შეტყობინება, რომელიც იყო მკაფიო და უდავო. ან შენ გადადგე ახლა, შვიდად და ღირსეულად, ან ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველაფერს, რაც ჩვენ ვიცით შენზე და შენი კარიერა, შენი რეპუტაცია, შენი ოჯახის მომავალი, ყველაფერი იქნება განადგურებული. თამარი ხაზს უსვამს, რომ ეს არ იყო მხოლოდ მუქარა, ეს იყო რეალობა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ იმ საიდუმლო შეხვედრაზე, მათ ნამდვილად ჰქონდათ ინფორმაცია, რომელიც შეიძლებოდა განადგურებულიყო ფაცაცია. მაგრამ თამარი ამბობს, რომ იყო კიდევ ერთი ელემენტი ამ გეგმაში, ელემენტი, რომელიც იყო ბევრად უფრო ბნელი და ბევრად უფრო საშიში. იმ შეხვედრაზე ლიდერმა ასევე თქვა რაღაც, რაც მე არასოდეს დამავიწყდება, იხსენებს თამარი და მისი ხმა კანკალებს. ის თქვა, და თუ ფაცაცია არ გადადგება, თუ ის გადაწყვეტს, რომ ის იბრძოლებს, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ მზად უფრო რადიკალური ზომებისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ მოვაშოროთ ის სხვა გზით. მე არ ვიცი, რას ნიშნავდა ეს, არ ვიცი, იყო თუ არა ეს მუქარა ფიზიკური ზიანის, თუ იყო ეს უბრალოდ მუქარა სრული განადგურების. მაგრამ მე ვიცი, რომ იმ მომენტში მე გავიგე, რომ ეს ადამიანები იყვნენ მზად ყველაფრისთვის, რომ დაეცვათ საკუთარი თავი, დაეცვათ თავიანთი სიმდიდრე, დაეცვათ თავიანთი ძალაუფლება. თამარი ამბობს, რომ შეხვედრის ბოლოს ყველა დათანხმდა გეგმაზე. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ეს იყო ღალატი, ამბობს თამარი. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ჩვენ ვღალატობდით ადამიანს, რომელიც გვენდობოდა, ადამიანს, რომელიც გვაძლევდა ძალაუფლებას, ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩვენ ვიყავით მისი მეგობრები. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცოდით, რომ ეს იყო ჩვენი ერთადერთი გზა გადარჩენისთვის. ფაცაცია იყო საფრთხე ჩვენთვის, საფრთხე იმიტომ, რომ ის იწყებდა კითხვების დასმას, საფრთხე იმიტომ, რომ ის შეიძლებოდა გამოეძიებინა ყველაფერი და გამოიაშკარავებინა ჩვენი როლი კრედიტების მაფიაში. და ჩვენ არ შეგვეძლო ამის დაშვება. თამარი ხაზს უსვამს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო ადვილი, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მოითხოვდა მათ, რომ გაეღალატებინათ ყველაფერი, რაც ისინი ფიქრობდნენ, რომ იყო სწორი. დღეს 30 წლის შემდეგ თამარი ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ატარებს ამ ღალატის წონას. მე ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ ჩვენ არ გაგვეღალატებინა ფაცაცია, ამბობს ის. რა მოხდებოდა, რომ ჩვენ დაგვერჩა ერთგულები მისთვის, რომ ჩვენ დაგვეხმარა მას იბრძოლა იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელიც იყო კორუმპირებული. მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ეს იყო არარეალისტური, იმიტომ, რომ სისტემა იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ღრმად ფესვგადგმული. და ფაცაცია იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, ერთი დაღლილი, განადგურებული ადამიანი, რომელსაც აღარ ჰქონდა ძალა იბრძოლა. თამარი ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ჩვენი ღალატი არ შეცვალა არაფერი. ფაცაცია გადადგა, მაგრამ სისტემა გაგრძელდა. ის ადამიანები, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი კრედიტების მაფიის წყალობით, ისინი ჯერ კიდევ არიან აქ, ისინი ჯერ კიდევ აკონტროლებენ ბევრს. და ჩვენ, რომლებმაც გავღალატეთ ფაცაცია, ჩვენ ვცხოვრობთ ცოდნით, რომ ჩვენი ღალატი იყო უაზრო, იმიტომ, რომ ის არაფერი არ შეცვალა, გარდა იმისა, რომ განადგურდა ერთი ადამიანი, რომელიც შესაძლოა იყო ჩვენი ერთადერთი იმედი რეალური ცვლილებისთვის. რა შეიძლება იყოს უფრო ტრაგიკული, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენ გაღალატე ადამიანი, რომელიც შეიძლება იყო ერთადერთი, ვინც შეეძლო შეეცვალა სისტემა, მაგრამ შენ გაღალატე ის იმიტომ, რომ შენ ეშინოდა საკუთარი გადარჩენისთვის. რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენი ღალატი იყო უაზრო, რომ ის არაფერი არ შეცვალა, გარდა იმისა, რომ განადგურდა ერთი ადამიანი და გაგრძელდა სისტემა, რომელიც ანადგურებდა მილიონებს. 1995 წლის თებერვალში, როდესაც ოთარ ფაცაცია გარდაიცვალა, ოფიციალური მიზეზი იყო გულის შეტევა, მარტივი სამედიცინო ახსნა, რომელიც არავის უკითხავს. მაგრამ იყო ადამიანები, რომლებმაც იციან სხვა ისტორია, რომელიც არასოდეს ითქვა ხმამაღლა, ისტორია, რომელიც დამალულია ოფიციალურ ვერსიას უკან, ისტორია, რომელიც თუ სიმართლეა, ცვლის ყველაფერს, რასაც ჩვენ ვიცით ფაცაციას ბოლო დღეების შესახებ. ეს ისტორია არის ისტორია არა უბრალოდ სიკვდილის შესახებ, არამედ საბოლოო ღალატის შესახებ, ღალატის, რომელიც მოხდა არა პოლიტიკურ დარბაზში, არა საიდუმლო შეხვედრაზე, არამედ ფაცაციას საკუთარ სახლში, მის საკუთარ ოჯახში, იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც ის ენდობოდა ყველაზე მეტად.
სოფიო, რომელიც იმ დროს მუშაობდა როგორც ექთანი ფაცაციას სახლში, საუბრობს პირველად იმ ბოლო დღეების შესახებ, რომლებიც ფაცაციამ გაატარა თავის სახლში 1995 წლის თებერვალში. ფაცაცია გადადგა თავისი პოზიციიდან 1994 წლის იანვარში და შემდეგ ის უბრალოდ გაქრა საჯარო ცხოვრებიდან, იხსენებს სოფიო და მისი ხმა ავსებს სევდის ელემენტებით. ის დაბრუნდა თავის სახლში და თითქმის არასოდეს არ გამოდიოდა. ის ატარებდა დღეებს თავის საძინებელში, კითხულობდა წიგნებს, უყურებდა ტელევიზორს, მაგრამ ძირითადად ის უბრალოდ იჯდა და ფიქრობდა. მე ვხედავდი მას ყოველ დღე და ყოველ დღე ის გამოიყურებოდა უფრო დაღლილად, უფრო განადგურებულად, უფრო დაკარგულად. სოფიო ამბობს, რომ ფაცაციას ოჯახი, მისი ცოლი და ორი შვილი ცდილობდნენ დაეხმარათ მას, მაგრამ ფაცაცია იყო დახურული, იზოლირებული. ის არ საუბრობდა ბევრს, ის არ უზიარებდა თავის გრძნობებს, იხსენებს სოფიო. მაგრამ ერთხელ დაახლოებით 2 კვირით ადრე, ვიდრე ის გარდაიცვალა, მე მოვისმინე საუბარი მის ცოლსა და მის შორის. ისინი იყვნენ სასადილო ოთახში და მე ვიყავი სამზარეულოში და მე მოვისმინე ფაცაციას ხმა, ის ამბობდა რაღაცას, რაც ჟღერდა როგორც ახსარება. ის ამბობდა, მე ვიცი, რომ მე გავაკეთე შეცდომები. ნე. ვიცი, რომ მე მოვაწერე ხელი დოკუმენტებზე, რომლებიც არ უნდა მომეწერა. მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტები განადგურებდა ჩვენს ქვეყანას. მე ვფიქრობდი, რომ მე ვეხმარებოდი, მაგრამ ბოლოს მე ვნადგურებდი. სოფიო ამბობს, რომ ფაცაციას ცოლი ცდილობდა დაერწმუნებინა ის, რომ ეს არ იყო მისი ბრალი, რომ ის იყო მსხვერპლის სისტემისა, მაგრამ ფაცაცია არ ისმენდა. ის უბრალოდ განმეორებდა, მე ვიცი, რომ მე ვარ პასუხისმგებელი. მე ვიცი, რომ ისტორია მიმსჯელებს მე. და მე ვიცი, რომ მე დამსახურებული მაქვს ეს მსჯავრი, იხსენებს სოფიო. ეს იყო ხმა ადამიანისა, რომელიც დაკარგა ყველა იმედს, ადამიანისა, რომელიც აღარ ხედავდა მომავალს, ადამიანისა, რომელიც უბრალოდ ელოდა დასასრულს. სოფიო ხაზს უსვამს, რომ ფაცაციას ფიზიკური მდგომარეობა ასევე იყო ძალიან ცუდი, ის იღებდა ბევრ მედიკამენტს, მისი წნევა იყო ძალიან მაღალი, მისი ძილი იყო ძალიან ცუდი. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. იყო 1995 წლის თებერვლის 12 და იმ დღეს მოვიდა ვიზიტორი, იხსენებს სოფიო და მისი ხმა ხდება უფრო ჩუმი, თითქოს ისე შინია, რომ ვიღაც შეიძლება მოისმინოს. ეს ვიზიტორი იყო ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი ფაცაციას ყველაზე ახლო თანაშემწე, ადამიანი, რომელსაც ფაცაცია ენდობოდა სრულიად, ადამიანი, რომელიც იყო ნაწილი იმ საიდუმლო შეხვედრისას, სადაც გადაწყდა ფაცაციას ბედი. ეს ადამიანი მოვიდა ფაცაციას სახლში და თხოვა პირადი საუბარი. ისინი შევიდნენ ფაცაციას კაბინეტში და დარჩნენ იქ დაახლოებით 20 წუთი. სოფიო ამბობს, რომ მან ცადა მოესმინა, რაზე საუბრობდნენ ისინი, მაგრამ კარი იყო დახურული და ხმები იყო ძალიან ჩუმი. მაგრამ როდესაც ის ვიზიტორი გამოვიდა, მე დავინახე მისი სახე, ის იყო კმაყოფილი, თითქოს მხოლოდ რაც დაასრულა რაღაც მნიშვნელოვანი, იხსენებს სოფიო. და შემდეგ მე შევედი ფაცაციას კაბინეტში და დავინახე ფაცაცია, ის იჯდა თავის სავარძელში და ის გამოიყურებოდა როგორც ადამიანი, რომელიც მხოლოდ რაც მიიღო საშინელი ამბავი. მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი ხელები კანკალებდა, მისი თვალები იყო სავსე ცრემლებით. მე ვკითხე, ბატონო, ყველაფერი რიგზეა და ის უბრალოდ თქვა, კი, სოფიო, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ დამიტოვე მარტო, გთხოვ. სოფიო ამბობს, რომ მან დატოვა ფაცაცია მარტო, მაგრამ მან გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო რიგზე, რომ რაღაც საშინელი მოხდა იმ საუბარში. რამდენიმე საათის შემდეგ ფაცაციას ცოლმა იპოვა ის უგონო მდგომარეობაში თავის კაბინეტში. მე დავიბარეს დაუყოვნებლივ და როდესაც მე შევედი კაბინეტში, მე დავინახე ფაცაცია იატაკზე, უგონო, იხსენებს სოფიო. ჩვენ დავურეკეთ სასწრაფო დახმარებას, მაგრამ როდესაც ისინი მოვიდნენ, უკვე იყო ძალიან გვიან. ფაცაცია გარდაიცვალა გზაში საავადმყოფოში. ოფიციალური მიზეზი იყო გულის შეტევა. სოფიო ჩერდება, შემდეგ გრძელდება ჩუმი ხმით, მაგრამ მე ხშირად ვფიქრობ, რა ეთქვა ფაცაციას იმ ბოლო საუბარში. რა იყო ის, რამაც აიძულა ის, რომ გულის შეტევა ჰქონოდა მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ. და რატომ ის ვიზიტორი, რომელიც მოვიდა იმ დღეს, არასოდეს დაბრუნებულა, არასოდეს გამოხატა თანაგრძნობა, არასოდეს დაესწრო დაკრძალვას? სოფიო ამბობს, რომ მას აქვს თეორია, რომელიც თუ სიმართლეა ხსნის ბევრს. მე ვფიქრობ, რომ ის ვიზიტორი მოიტანა საბოლოო შეტყობინება ფაცაციასთვის, ამბობს სოფიო. მე ვფიქრობ, რომ ის უთხრა ფაცაციას, რომ ყველა ვინც იყო მის გარშემო, ყველა ვისაც ის ენდობოდა, ისინი ყველა იყვნენ ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც იყენებდა მას. მე ვფიქრობ, რომ ის უთხრა ფაცაციას, რომ მისი ხელმოწერები არ იყო უბრალოდ ადმინისტრაციული აქტები, ისინი იყო ინსტრუმენტები, რომლებიც გამოიყენებოდა ქვეყნის გაძარცვისთვის.
და მე ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა იყო ძალიან მძიმე ფაცაციასთვის, ძალიან მძიმე მისი გულისთვის, ძალიან მძიმე მისი სხეულისთვის, რომელიც უკვე იყო დაღლილი და განადგურებული. სოფიო ხაზს უსვამს, რომ ეს არის მხოლოდ თეორია, მაგრამ თეორია, რომელიც ხსნის, რატომ ფაცაცია გარდაიცვალა სწორედ იმ დღეს, სწორედ იმ საათებში იმ საუბრის შემდეგ. დღეს 30 წლის შემდეგ სოფიო ცხოვრობს მშვიდად, მაგრამ ის ამბობს, რომ ის ჯერ კიდევ ფიქრობს იმ დღეზე, იმ ვიზიტორზე, იმ საბოლოო საუბარზე. მე ხშირად ვფიქრობ, რა მოხდებოდა, რომ ის ვიზიტორი არ მოსულიყო იმ დღეს, ამბობს ის. რა მოხდებოდა, რომ ფაცაციას არ ეთქვა ის, რაც ეთქვა? შეიძლება ის ჯერ კიდევ იყო ცოცხალი? შეიძლება ის ჰქონოდა შანსი აღდგომისა, შანსი ახალი დაწყებისა. სოფიო ჩერდება, შემდეგ ამატებს, მაგრამ მე ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა ფაცაციას არ სურდა აღდგომა. შესაძლოა ის იყო ისე დაღლილი, ისე განადგურებული, ისე დაკარგული, რომ ის უბრალოდ სურდა, რომ ყველაფერი დასრულებულიყო. და შესაძლოა ის საბოლოო საუბარი იყო ის, რამაც მისცა მას ნებართვა წასვლისთვის, ნებართვა იმისთვის, რომ დაეტოვებინა ეს სამყარო, სადაც ის გრძნობდა, რომ ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი, მხოლოდ მარიონეტი, მხოლოდ ადამიანი, რომელიც გამოიყენებოდა სხვების მიერ. რა შეიძლება იყოს უფრო ტრაგიკული, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობდა გაეკეთებინა ის, რაც მას ჰგონია, რომ იყო სწორი, საბოლოოდ გააცნობიერა, რომ ის იყო მხოლოდ ინსტრუმენტი სხვების ხელებში? რა შეიძლება იყოს უფრო მძიმე ტვირთი, ვიდრე ცოდნა იმისა, რომ შენი მთელი კარიერა, შენი მთელი ცხოვრება იყო აგებული ილუზიაზე, ილუზიაზე, რომ შენ გაქვს ძალაუფლება, ილუზიაზე, რომ შენ აკონტროლებ რაიმეს, ილუზიაზე, რომ შენი ხელმოწერები ქმნის რაღაცას კარგს, როდესაც რეალობაში ისინი ანადგურებდნენ ყველაფერს? ოთარ ფაცაციას ისტორია დასრულდა 1995 წლის თებერვალში, მაგრამ კრედიტების მაფიის ისტორია არ დასრულებულა. ის ადამიანები, რომლებმაც გაამდიდრეს საკუთარი თავი იმ სისტემის წყალობით, რომელსაც ფაცაციას ხელმოწერა აკანონებდა, ისინი გააგრძელეს თავიანთი ცხოვრება, ზოგი გახდა წარმატებული ბიზნესმენი, ზოგი გახდა პოლიტიკოსი, ზოგი უბრალოდ ცხოვრობს მშვიდად თავისი მილიონებით საზღვარგარეთ. არავინ მათგანი არასოდეს დაისაჯა, არავინ მათგანი არასოდეს დაბრალდა, არავინ მათგანი არასოდეს აღიარა თავისი როლი იმ ფინანსურ კატასტროფაში, რომელმაც განადგურა მილიონები ქართველები. საქართველო, რომელიც 1992 წელს იყო ახალი დამოუკიდებელი ქვეყანა, სავსე იმედებით და შესაძლებლობებით, 1995 წლისთვის გახდა ქვეყანა, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები დაკარგეს თავიანთი მთელი ცხოვრების დანაზოგები, სადაც ინფლაციამ შეჭამა ხალხის ყიდვითი უნარი, სადაც ახალი ელიტა შეიქმნა არა ნიჭის ან შრომის წყალობით, არამედ კავშირების და კორუფციის წყალობით. და ეს ტრანსფორმაცია მოხდა მხოლოდ 2 წლის განმავლობაში, 2 წლის განმავლობაში, როდესაც ტექნიკური კრედიტები გადაიქცა ინსტრუმენტად ქვეყნის უდიდესი ფინანსური გაძარცვისთვის. ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ნაწილი ფაცაციას წრისა, ის ადამიანები, რომლებმაც იციან სიმართლე იმის შესახებ, რა ნამდვილად მოხდა იმ წლებში, ისინი ჯერ კიდევ ცხოვრობენ ჩვენს შორის. ზოგი მათგანი საუბრობს ანონიმურად, როგორც ისინი გააკეთეს ამ დოკუმენტურ ფილმში, მაგრამ ბევრი ინახავს დუმილს, ინახავს დუმილს შიშით, ინახავს დუმილს სირცხვილით, ინახავს დუმილს იმედით, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, ყველაფერი დაივიწყება. მაგრამ ისტორია არ ივიწყება. ისტორია ინახავს ყველაფერს, ინახავს სახელებს, ინახავს ციფრებს, ინახავს დოკუმენტებს, ინახავს სიმართლეს. და სიმართლე არის ის, რომ ოთარ ფაცაცია იყო არა მთავარი ბოროტმოქმედი, არამედ ტრაგიკული ფიგურა, ადამიანი, რომელიც მოექცა სისტემაში, რომელიც იყო ბევრად უფრო ძლიერი მასზე, ადამიანი, რომელიც გამოიყენებოდა სხვების მიერ, ადამიანი, რომელმაც საბოლოოდ გააცნობიერა თავისი როლი, მაგრამ ძალიან გვიან. მისი ხელმოწერები შექმნა ოლიგარქებს, მაგრამ ის თავად არ გახდა ოლიგარქი. მისი ხელმოწერები განადგურა მილიონებს, მაგრამ ის თავად იყო განადგურებული იმ ცოდნით, რაც მან გააკეთა. და მისი ისტორია არის გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც ძალაუფლება კონცენტრირდება ერთი ადამიანის ხელებში, გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც სისტემა არის აგებული კორუფციაზე და არა სამართლიანობაზე, გაფრთხილება იმის შესახებ, რა ხდება, როდესაც ადამიანები ირჩევენ დუმილს ხმამაღლა საუბრის ნაცვლად. მაგრამ ერთი კითხვა რჩება უპასუხოდ, კითხვა, რომელიც შეიძლება არასოდეს გაიცეს პასუხი, მაგრამ რომელიც ღირს დასმას, იყო თუ არა ფაცაცია ნამდვილად არ იცოდა რა ხდებოდა. იყო თუ არა ის ნამდვილად იმდენად უბრალო, იმდენად დაკარგული, რომ ის არ ხედავდა, რომ მისი ხელმოწერები იყენებოდა ქვეყნის გაძარცვისთვის. თუ იყო ის ნაწილობრივ თანამონაწილე ადამიანი, რომელიც იცოდა რაღაცები, მაგრამ ირჩევდა დუმილს, რადგან ეს იყო უფრო ადვილი, უფრო უსაფრთხო? ჩვენ არასოდეს გავიგებთ სრულ სიმართლეს, რადგან ფაცაცია წავიდა თავისი საიდუმლოებებით.
მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვიცით, არის საკმარისი, რომ გავიგოთ, რომ მისი ისტორია არის ისტორია არა მხოლოდ ერთი ადამიანის შესახებ, არამედ მთელი სისტემის შესახებ, სისტემის, რომელიც ანადგურებს ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ემსახურონ მას. დღეს, 30 წლის შემდეგ, საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა, რომელმაც გაიარა ბევრი ცვლილება, ბევრი რეფორმა, ბევრი კრიზისი. მაგრამ ის გაკვეთილები, რომლებიც უნდა ისწავლოს კრედიტების მაფიის ისტორიიდან, ჯერ კიდევ არის აქტუალური. გაკვეთილები იმის შესახებ, რომ ძალაუფლება საჭიროებს კონტროლს, რომ სისტემა საჭიროებს გამჭვირვალობას, რომ ადამიანები, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს, უნდა იყვნენ პასუხისმგებელნი თავიანთი ქმედებებისთვის. და ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი არის ის, რომ დუმილი არის თანამონაწილეობა, რომ როდესაც ჩვენ ვხედავთ უსამართლობას და არ ვსაუბრობთ, როდესაც ჩვენ ვიცით სიმართლე და არ ვიზიარებთ მას, ჩვენ ვხდებით ნაწილი იმ სისტემისა, რომელიც ქმნის ამ უსამართლობას. ოთარ ფაცაციას ისტორია არის ტრაგედია ერთი ადამიანისა, რომელიც დაკარგა თავისი გზა, ტრაგედია მილიონებისა, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი სიმდიდრე, ტრაგედია ქვეყნისა, რომელმაც დაკარგა თავისი შესაძლებლობები. მაგრამ ეს ასევე არის გაფრთხილება იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ვაძლევთ ძალიან ბევრ ძალაუფლებას ძალიან მცირე რაოდენობის ადამიანებს, გაფრთხილება იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ვირჩევთ დუმილს ხმამაღლა საუბრის ნაცვლად, გაფრთხილება იმის შესახებ, რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ჩვენ ვივიწყებთ, რომ ისტორია მეორდება, თუ ჩვენ არ ვსწავლობთ მისგან. პატივცემულო მაყურებლებო, თუ თქვენ ნახეთ ეს ტრაგიკული ისტორია ბოლომდე, დაწერეთ კომენტარებში, რომელი ქალაქიდან ხართ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად ჯერ კიდევ იხსენებენ ოთარ ფაცაციას. და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგვრჩეთ სიმართლე ისტორიის კერპ